კოლუმბის სიგარეტს მოწევთ. აბა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ეს არის მეცნიერთა კონგრესის დრო, გადაცემა თავისუფლება სიმართლეშია. მე მისი წამყვანი ლუარა ნიჟარაძე გახლავართ. წარმოგიდგენთ ჩემს ძვირფას სტუმრებს. დიდი სვანეთის ღირსეული შვილი ბატონი გოჩა ჭელიძე, იურისტ ეკონომისტი, ისტორიკოსი, მეცნიერი მკვლევარი. ასევე დიდი სვანეთის ღირსეული შვილი ბატონი დავით გირგულიანი, ადვოკატი. საქართველოს სატახტო ქალაქიდან, ქალაქ ქუთაისიდან ბატონი არჩილ ნიჟარაძე, ადვოკატი, იურისტი. მე მინდა მადლობა მოვახსენო ჩემს ძვირფას სტუმრებს დღეს სტუდიაში მობრძანებისათვის და დავიწყოთ ბატონი გოჩათი. ბატონი გოჩა ჭელიძე, რომელმაც სვანეთის ისტორია გამოსცა და ასევე გამოსცა წიგნი თამარ მეფე, გუშინ სწორედ მას წარდგენა ჰქონდა სვანეთის ისტორიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რომლის განხილვასაც ძალიან სერიოზული რეზონანსი და შეფასებები მოჰყვა. ბატონმა გოჩამ ამ წიგნში ძალიან დიდი შრომა ჩადო, ეს წიგნი გახლავთ მეცნიერული კვლევა და მე მინდა ბატონ გოჩას ვთხოვო ზოგადად მიმოვიხილოს ამ წიგნის გამოცემის პერიოდი, მასზე გაწეული შრომა შეაფასოს და განათლებისა და მეცნიერების როლი ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად შემოქმედი ადამიანების როლი ჩვენს ქვეყანაში და რამდენად აქვს მეცნიერებს, განათლების მუშაკებს, შემოქმედ ადამიანებს თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება ჩვენს ქვეყანაში. გთხოვთ ბატონო გოჩა. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ქალბატონო ლუარა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მოგესალმებით. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მართალ ვზანებთ გუშინ გაიმართა მეცნიერებათა აკადემიაში ჩემი 8 წლიანი შრომის სვანეთის ისტორიას პრეზენტაცია და ეს წიგნი არამხოლოდ სვანეთის ისტორიაზეა საუბარი, არამედ უფრო მეტად მოიცავს სვანეთის ფუნქციას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში და მისი განვითარების პროცესში. ეს პერიოდი მოიცავს ანტიკური პერიოდიდან დღევანდელ დღემდე პერიოდს, ამავე დროს მოიცავს იმ შუქ ჩრდილებს და სასიქადულო პერიოდს ჩვენი ქვეყნისას, რომელ პერიოდშიც ჩემი მხარის საქართველოს უძირჯერლეს და ყველაზე ერთგული მხარის ფუნქციებს და ამავე დროს იქ არის აღწერილი ძალიან ბევრი მოვლენა, რომელიც თითქოს ერთ-ერთში მეორდება თანამედროვე სიტუაციასთან, საქართველოს შექმნის სიტუაციასთან. ამავე დროს მეორე წიგნიც იქნა გამოცემული თამარ მეფე, სადაც შეგროვებულია 700 ლეგენდათქმულება თამარ მეფის შესახებ და იქაც კარგად არის ასახული, თუ როგორ საქართველოში ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საქართველოს სიძლიერისა და აღმაფრენის ზენიტში და ბევრი რამის გადმოტანა დღეს შეიძლება ორივე წიგნიდან დღევანდელ ჩვენს სინამდვილეში, რომ უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ იქ მოყვანილი ფაქტების და ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით. ამავე დროს კიდევ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ამ წიგნზე საუბრისათვის და ამავე დროს კიდე აქედან მინდა მადლობა გადაუხადო მეცნიერებათა აკადემიას, რომელმაც გუშინ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა ამ წიგნთან დაკავშირებით. ბატონო გოჩა და მეცნიერებისა და განათლების როლი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად შემოქმედი ადამიანები რა პრობლემებს აწყდებიან საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზების პერიოდში და თქვენ პირადად ამ წიგნის კვლევის დროს და შექმნის დროს რა პრობლემებს წააწყდით და თუ გქონდათ ხელისუფლებიდან ხელშეწყობა მუშაობის პერიოდში. რა თქმა უნდა, როდესაც მკვლევარი იწყებს მუშაობას, მას აუცილებლად აქვს ურთიერთობები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის არქივები, ბიბლიოთეკები, ფონდები, სხვადასხვა არქივები, აქ მარტო ერთ და ორ არქივზე არ არის საუბარი, აქ არის
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფოლკლორის არქივებიდან დაწყებული უშიშროების შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული არქივის უამრავ დანაყოფთან, რა თქმა უნდა, არსად პრობლემა არ შევქმნია, რა თქმა უნდა, არავის ხელი არ შეუშლია, პირიქით, როგორც ხედავთ, აი გუშინ ამხელა ღონისძიება ჩატარდა. მაგრამ ამავე დროს მე ვაკვირდები თანამედროვე მკვლევარების ნაშრომებს და იქ მოყვანილი ძალიან ბევრი ისტორიული ცნობა, ფაქტი, რომელიც ერთ-ერთში დარდება დღევანდელ პერიოდს, გასათვალისწინებელია მმართველობის პერიოდში და შეცდომების თავის დაზღვევის მიზნით საინტერესო იქნება ამ ნაშრომების გაცნობა, ხოლო საუკეთესო მომენტების გადმოღება ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, კულტურული ძეგლია ყოველი ისტორიული ნაშრომი და მადლობა თქვენ ამ შრომისათვის, რომ ეს ისტორია შემორჩება. მე მინდა კითხვით გადავიდე ჩვენს ადვოკატებთან, შევეხოთ დღევანდელ რეალობას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ქუჩაში ლამის არის უკვე სამ თვემდე არის, რომ აქციები მიმდინარეობს. თვლით, რომ ეს აქციები ზოგადად მართულია ოპოზიციისგან, მაგრამ არიან ჭეშმარიტი პროტესტანტებიც, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, რამ გამოიყვანა ქუჩაში ეს პროტესტანტები, აქციის მონაწილენი, რომელიც არც ოპოზიციას არ უჭერს მხარს და მათგან მართულებიც არ არიან. და როგორ თვლით თქვენ ხელისუფლების დამოკიდებულება ამ აქციებისადმი არის თუ არა სამართლიანი, დაჭერილი პატიმრები, აქციის მონაწილეები, ზოგი სამართლებრივ ჩარჩოებში გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ზოგი მას შეიძლება გადააჭარბა და რა ბედი უნდა ეწიოთ მათ და განთავისუფლდნენ თუ არა ისინი საპატიმროებიდან. ჟურნალისტი ამაღლობელი, მზია ამაღლობელი და როგორ თვლით თქვენ ადვოკატები, იურისტები, როგორ მიუდგებით ამ თემას, მან დაუშვა შეცდომა და დანაშაული და როგორ შეიძლება ხელისუფლებამ მას ეს მიუდგეს ამ საკითხს, უნდა გაანთავისუფლოს თუ არა. და ზოგადად სამართლებრივი სვლა როგორ შეიძლება მიეცეს აქციებს და რა როლი უნდა ქონდეს საპასუხო ხელისუფლებას, ისმენს თუ არა ხელისუფლება ქუჩაში მიმდინარე აქციების ხმას. ბატონო დავით, თქვენგან დავიწყებთ. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის, მინდა მოგესალმოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კოლეგებს, სტუმრებს, თქვენ. ყოველ შემთხვევაში დასმული შეკითხვა ეს მუშაობს. დასმული შეკითხვა ჩემს მიმართ რაც დაისვა ახლა. ეს არის ალბათ ყველაზე აქტუალური შეკითხვა ბოლო 2 თვის განმავლობაში, რაც ჩემთვის დაუსვამთ. საგულისხმოვარი რომ ამ შეკითხვას აქვს ერთი პასუხი, პოპულარული პასუხი და პოპულარულთან ერთად პოპულისტური პასუხი. თუმცა თუ ჩვენ არ ვიქნებით პოპულისტები, მაშინ ყველაფერს უნდა მიუდგეთ კონკრეტული ფაქტების მიხედვით. მე მიმაჩნია, რომ დღეს არსებული ეს მოვლენები, რაც მიმდინარეობს ქუჩაში, გარკვეულწილად ბოლომდე ჯერ დასაწყისში საერთოდ მოკლებული იყო მშვიდობიანი აქციის და მშვიდობიანი პროტესტის ფორმას. ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ. მეორე ის, რომ მოთხოვნის ფორმულირების სწორ რაღაცა კრიტერიუმებსაც იყო აცდენილი ჩემი აზრით. და რატო? მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია თავად არჩევნებამდე ზეიმობდა გამარჯვებას, ბოდიში მომითხოვია და ქათამს კვერცხი არ დაუდია და აბრაამი ტაფამწვარს აკეთებდაო, დაახლოებით ეგეთი ამბავი მოუვიდათ ამათ. მერე ადგენენ და ვერანაირი სხვა საქმე რო ვერ გამონახეს, იძახიან რომ ბიულეტენმა გაჟონა. არა და თვითონ გამოუცხადეს უდიდესი ნდობა ამ ყველაფერს. ეს ფაქტორი არის ჩემთვის გარკვეულწილად გაურკვეველი. ამის მერე დაიწყო ეს ღონისძიება, ეს პროტესტი როგორ? მასობრივი ძალადობით, ფეიერვერკების როლით, ძალიან დიდი აგრესიით ჩვენ ეს ვნახეთ და საგულისხმო არის იცით რა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა იმ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისა, რომლების მიერაც ქვეყანაში 26 მაისი და 7 ნოემბერი იყო მოწყობილი, არის საერთოდ გაურკვეველი რა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში
ჩვენთვის სრულიად სწორად აღქმადი უნდა იყოს ის თუ რა გვინდა რომ მოვითხოვოთ ამ ნაწილში. საგულისხმოა ის რომ 7 ნოემბერს პოლიციის თანამშრომლისთვის მოლოტოვის კოქტეილი არავის არ უსვრია. საგულისხმო არის რომ 10 და 15 მხრიდან უკან დასახევი გზა 7 ნოემბერს მომიტინგეებს არ ჰქონიათ. მე ვარ 7 ნოემბერს აქციის დარბევის დროს მოყოლილი, ჯერ კიდე არასრულწლოვანი და ნულოვანი სოლიდარობის და ტოლერანტობის განცდა მქონდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა საშინელება. 26 მაისი ხომ ცალკე საკითხია, მაგრამ მიუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ ვინ არიან ის ხალხი, ვინც 7 ნოემბრის და 26 მაისის დამნაშავეები, პირდაპირ ვთქვათ, დამნაშავეები დაუსჯელი დატოვა. ვისი დამსახურება არის, რომ ეს ადამიანები დღეს ჯერ კიდე რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებიან. როგორ მოხვდნენ 26 მაისს დაკავებული ადამიანები, რომელთა დაკავების კადრებიც არსებობს, როგორ აღმოჩნდნენ იმ ელექტროჯიხურზე ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად როგორ გარდაიცვალნენ. ეს ხო საგულისხმო არის და ეს ადამიანები ვინც მაშინ უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ იმ ხელისუფლებაში, ვიღაცა გენერალური პროკურორი იყო, ვიღაც იუსტიციის მინისტრი იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიღაც თავდაცვის მინისტრი იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ადამიანები დღეს თავს ოპოზიციად მოიხსენიებენ. და ფინანსდებიან იმ ადამიანის მიერ, ვინც 2008 წელს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყოფნა არ ყოფნის საკითხი ედგა, თავდაცვის მინისტრი იყო და ბრილიანტებს ყიდულობდა. ახლა ეს ხალხი მოგიტრიალდებიან და შენ სათქმელს რო იძახი, შეიძლება დაგიძახო რომ შენ ხარ კოცი, შენ ხარ რუსი, შენ ხარ რუსეთუმე, შენ ხარ მოღალატე. გამოვლენ და იძახიან რომ ომი გვინდა. თუ საჭიროა ომი გვინდა. ომი თუ გინდოდა 2008 წელს, როცა შენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ ხელა საბრძოლო მანქანა დაიძრა. აზერბაიჯანის საზღვართან რატო დააყენე საცობი, რატო გარბოდი? თუ ომი გინდოდა. ანუ ეს არის მიუღებელი, რაც შეეხება ახლა ბოლო პერიოდში ჩვენ კარგად ვნახეთ რომ ეს აქციები დავიდა 30-40 კაცამდე. იმის გათვალისწინებით რომ ახლა ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიდის მთელი ევროპა და თუ იმ ინერციით გააგრძელა სვლა ამ მოვლენებმა რა ინერციაც ამ ყველაფერს ჰქონდა ამერიკაში, ბაიდენის შემდეგ ტრამპი რომ მოვიდა, ახლა გერმანიაში მაგალითად თუ მოვიდნენ ეროვნული ძალები, რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდამჭერები ყავთ, გამოდიან აწყობენ ძალიან დიდ მანიფესტაციებს, ამათ საწინააღმდეგოდ ევროპული, გერმანული ლიბერალური პარტიები აწყობენ გამოსვლებს, რომ თუ ესენი გაიმარჯვებენ, ჩვენი უფლებები შეიზღუდება, ჩვენ ვეღარ მოახერხებთ გარყვნილების სკოლაში პროპაგანდას, ასე შემდეგ. ახლა ბატონ დავით, ანუ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე აქციები საპილწონია ევროპის ქვეყნებში მიმდინარე აქციების და ამერიკაში მიმდინარე მოვლენები. პირდაპირ კავშირშია და რატომ? ამერიკაში როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ დავინახეთ რომ ტრამპმა რადიკალური ცვლილებები გაატარა. თუ ვამბობთ რომ გერმანიაში შეიძლება ამას დაუბრუნდებით, შემდეგ ახლა თხოვთ ბატონ არჩილსაც მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება ბატონ მოჩასაც და მე ნელ-ნელა შევეხებით ამ თემებსაც. კი ბატონო, მოგესალმებით. მადლობას მოგეხსენებთ მეცმეწვევისთვის. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ორი ასპექტისგან შედგებოდა თქვენი კითხვა და შევეცდები რომ ორივე მათგანზე გიპასუხოთ. მე ალბათ უფრო ძირითადად თავს შევიკავებ ამ პოლიტიკური მოთხოვნების შეფასებისგან, ვინაიდან დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობ როგორც იურისტი, ადვოკატი, უფლებადამცველი და მივიჩნევ რომ აი ამ კუთხით უფრო ხედავ ესე ვთქვათ ჩემს თავს ამ შემთხვევაში. მოკლედ სამწუხაროდ ამ საზოგადოების ჩვენ დღევანდელ საზოგადოების თავარი პრობლემა ჩემი აზრით ის გახლავთ რომ მაქსიმალური აგრესია მობილიზებული საზოგადოებაში და თუ კი ადამიანი არ გაიგონებს ზუსტად იმ სიტყვებს, რაც თვითონ გაეხარდებოდა როგორც აფასებს გარკვეულ მოვლენას, აი იმისთვის რაღაც ეგრევე კლიშეს მოგაკერებს, რომ რაღაცა ხარ ნაცი ხარ, კოცი ხარ, კომუნისტი ხარ, ფაშისტი ხარ და ასე შემდეგ. არადა სინამდვილეში სწორი ანალიზისთვის უმეტესწილად საჭიროა, რომ აი ღრმად გავაკეთოთ მართლა ეს ანალიზი და რა ხდება რეალურად ეს გავიაზროთ. ეხლა თქვენი კითხეთ მანიფესტაციებს, სამშვიდობო ესე ვთქვათ აქციებზე, რომელიც იმართება აგერ უკვე მე-13 თვეა საქართველოში. სინამდვილეს ჩემი აზრით და ჩემი თვალთახედვით სიმართლე გახლავთ შემდეგი.
აი იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ძალიან გვინდა რომ ესე ვთქვათ, გავწევრიანდეთ ევროკავშირში განსაკუთრებით და სხვადასხვა ცივილიზებული სამყაროს წევრად აღვიქვამთ ჩვენს თავს იქნება ეს ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი და ასე შემდეგ, ფაქტი გახლავთ შემდეგი. ვერავინ, ვერც ერთი მოქალაქე პოლიციელს იმის ნახევარსაც ვერ გაუბედავს, რის უფლებასაც თქვათ აძლევს ქართველი დემონსტრანტი. არაფერი სამშვიდობო არ არის იმაში, რომ პოლიციელს სპეცრას ესროლო გაუხსნა ცეცხლი და ეს იქნება რაღაცა პიროტექნიკით თუ სხვა რამით განხორციელებული. თქვენ თვლით თუ არა რომ პოლიციელების მხრიდანაც იყო გადაჭრილი? ხო, აი მაგაზე უნდა გადავიდე ახლა. ეს არის ერთი ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ საქმის, მაგრამ მეორე ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს როგორც ინსტიტუტს რომელსაც გააჩნია ლეგიტიმური ძალა და მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია როგორც მოგხსენებათ ლეგიტიმური ძალა, აქვს ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე უბრალო მოქალაქეს. ეხლა, როდესაც ერთი არის მანიფესტაციას დაშლი და ამას საკეთებ კანონის ძალით და მეორეა, როდესაც უკვე აი გაქცეულ ხალხს მისდევ და სადღაც ღორღობეებში უსწორდები. თუ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი, ეს ნამდვილად ვერ შეფასდება და ვერ იქნება, რომ ეს არის კანონიერი ქმედება. ეხლა მეორეს მხრივ გასაგებია მესმის აბსოლუტურად, რომ მაღალი ტემპერატურაა საზოგადოებაში, ძალიან პოლარიზებულია, ორ მხარეთ არის ყველა დაყოფილი და ასე შემდეგ, მაგრამ მესმის ისიც და ნამდვილად დასჯადია კანონის მიხედვით, პოლიციელზე ძალადობა, რაიმე ფორმით ესე ვთქვათ, შეურაცხყოფის მიღება და მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება უნდა იყოს დასჯადი, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ იარსებებს ეს სისტემა. მაგრამ ასევე დასჯადი უნდა იყოს, როდესაც განიარაღებული მოქალაქე პრაქტიკულად, განიარაღებული შემთხვევაში წესასწრული არ აქვს, არ გულისხმობ, განეიტრალებული უგონო მდგომარეობაში არის მიწაზე და მას უსწორდება ყველა მნახა ეს კადრები სამართალდამცავი ორგანოებიდან. 2 და 3 თვე ნამდვილად საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი პირების იდენტიფიცირება და დამნაშავეების დასჯა. იმიტომ რომ არ არსებობს სამხედრო სამართლიანობა. და სიტყვით, დაჭერილ აქციის მონაწილეებზე უნდა განთავისუფლდნენ თუ მე ვიტყვი იმას, რასაც უკვე მოგახსენებდით, რომ არ არსებობს სამხედრო სიმართლე და ამიტომ კაცობრიობმა მოიგონა ამისთვის ყველაზე კარგი რამ და ამას ვეძახით კანონის უზენაესობას. როდესაც ყველა ისჯება კანონით კონკრეტული დანაშაულისთვის და არა ცალკეულ შეხედულებათა გადააჭარბეს და გულისხმობთ უნდა არა, მე ვერ ვიტყვი, ესე ვიღაცამ შეიძლება გადააჭარბა, ვიღაცამ შეიძლება არ გადააჭარბა, მთავარი გახლავთ სხვა რამე, რომ უნდა იყოს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, უნდა იყოს კანონის უზენაესობა, უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, რომელიც ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. ზოგადად როგორ პასუხობს სახელმწიფო ქუჩაში მიმდინარე აქციებს? პასუხობს თორა სამართლებრივად და სამართლებრივ ჭრილში რომ გაზრდა. 3 თვეა გრძელდება ეს აქცია. მე ვიტყოდი რომ შეიძლება утопიურად გაგრძელდეს ეს აქციები. ხო, ეს ალბათ უფრო აქციის ორგანიზატორებზეა დამოკიდებული და ეს ახლა მათი პოლიტიკური გემოვნების არ შეუძლია ხელისუფლებას არ შეუძლია რომ რაღაც ნაირად მივიდეს იმ კომპრომისამდე რომ შეწყდეს აქციები. ხო, მაშინ უნდა ვთქვათ კომპრომისი რა უნდა იყოს. ხო, აი კომპრომისი. აი რაზე უნდა შევთანხმდეთ ვთქვათ. ნუ ზოგადად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საზოგადოება რაღაცას უნდა შევთანხმდეთ მართლა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისგან ქართული საზოგადოება მოგებული ნამდვილად არ რჩება. ნამდვილად არ რჩება ეს ერთი და მეორე ის რომ აი არსებობს ეგეთი გამოთქმა რომ ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლესო რა და ესეთი რამ არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის ერთმანეთის პოზიციები. რაღაცა უფრო მნიშვნელოვანზე და უფრო ღირებულზე უნდა შევთანხმდეთ. აი დავითი ამბობდა ეხლა და მინდა რომ დავითანხმო აი მეც ვარ 7 ნოემბრის მონაწილე და ერთ-ერთი დაზარალებული ასე ვთქვათ და აზრათაც არ მოგვივიდოდა არავის რომ ახლა რაღაც გვესროლა სპეცრაზმის მიმართ კი არა ერთადერთი რაც გვქონდა ეს თეთრი ყალსახვევები იყო კარგად მახსოვს რა ამით ვიყავით მაგრამ ეხლა ის რომ 7 ნოემბერს გადააჭარბეს ძალას კი არა რა ვიცი ეხლა ეს იყო რაღაც ტერორისტული აქტივით მახსოვს მე პირადად და 26 მაისს კიდევ უფრო უარესი ამაზე ამდენი წლის განმავლობაში შეიძლებოდა რომ კონკრეტულ პირებს პასუხი ეგოთ და თუ არ ვწდები ახლა სამართლიერობა მოითხოვს აღინიშნოს რომ არსებობს კიდევ გამომწყობელ განაჩენი რამდენიმეს მიმართ მაგრამ ეხლა ის ახალგაზრდები რომელთაც შეიძლება საერთოდ არ ახსოვთ და შეიძლება კი არ ახსოვთ 7 ნოემბერი მაგალითად
ვიღაც შეიძლება იყოს ჩემი მეგობრის შვილიც, რომელიც დადის ამ მანიფესტაციაზე და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე შეიძლება არ ვეთანხმებოდა, ეს მის კონსტიტუციური უფლებაა, ხო? ეს ვერ მოგცემს იმის საფუძველს, ახლა ჩვენ რომ ამ ადამიანებთან ერთად განან, ესე ვთქვათ, 7 ნოემბრის და 26 მაისის ორგანიზატორებიც, რომ აი ამ ბავშვებზე მოხდეს რაღაც არალეგიტიმური ძალის გამოყენება ან კანონის დარღვევა. ამიტომ ვიძახი აი თავიდანაც ამით დავიწყე, რომ ძალიან პოლარიზებული ვართ რა, ახლა არც ერთ მხარეს ჩემს საუბარი არ მოწონება ზუსტად ვიცი და რაღაცა მაქსიმალურად კიდეში უნდა მივიდეთ და აუცილებლად რაღაცაებად აუძახოთ ერთმანეთს და სადაც ვიწრო აი ესე არ ხდება. თუ სახელმწიფო გვინდა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა. ძალიან ბევრი თემებია და მინდა მოვასწრო ყველა თემა თქვენთან დროშიც რომ ჩავედიოთ და ბატონო გოჯა. ოდა მზია მაღლობელზე ეკითხეთ და გავჩერდები აქვე. მზია მაღლობელთან დაკავშირებით ვიტყვი ხო, რომ მე ვერ შევაფასებ ახლა კონკრეტულ კვალიფიკაციას იქ და არ ვიცნობ ამ საქმის მტკიცებულებებს და ასე შემდეგ, რამდენად დასტურდება ან არ დასტურდება ეს დანაშაული. თუმცა ვიცი ერთი რამე, რომ კანონის მიხედვით და კანონის საფუძველზე სახელმწიფოს პროკურატურის სახით ამ შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა რომ შეცვალოს აფკვეთის ღონისძიება. ანუ გათავისუფლდეს პატიმრობისგან. მე მივესალმებოდი თუნდაც საზოგადოების დამშვიდებისთვის და ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, თუ კი შეიცვლება აფკვეთი ღონისძიება და არ იქნება ეს პატიმრობა. ორიოდე სიტყვით ამ საკითხზე გამომახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას ესმის არასწორად ეს მოვლენა და გეტყვით რატომ. აქ საკითხი ქალის ნატიფ ხელსა თუ მამაკაცის ძლიერ მუშტშორის კი არ არის. აქ საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ საპოლიციო სისტემა და ზოგადად პოლიციელი ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, უნდა იყოს სამართლებრივ დონეზეც დაცული. და თუ ვიღაცა თulis და თავის თავს აძლევს საშუალებას იმისა, რომ მას ხელი სახეში შემოარტყას, მე მაქვს ეს კადრი ნანახი და იმიტომ ირაკლი საერთოდ არ ესაუბრებოდა მას, მოატრიალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა მე აფკვეთის ღონისძიების ნაწილში ვეთანხმები არჩილს, მაგრამ და ნამდვილად არ მიხალია იმ ქალბატონის პატიმრობაში ყოფნა, მაგრამ არც ის აქციელი არ არის სწორი. იგივე აქციელის გულისთვის მე გეტყვით ახლა რა, იგივე აქციელის გულისთვის დასვა მამაკაცს რომ იმაზე მეტი არაფერი არ გაუკეთებია ქუჩაში და თქვა პატრულის დაამშრომლო და რაღაც მოი 3 და 5 წლამდე ხალხი ციხეში იჯდა. ხო ყოლიათ ეგეთი კლიენტები, ხო მე მყოლია მაგალითად და ანუ ესე იგი ის უნდა გაიმეტო ბოლომდე და ეს უნდა გამოიყენო გმირი. ეხლა მე თქვენ გეტყვით რამ ესე ვთქვათ რამ მოახდინა ეს ხით ჩატეხილობის თემა ძალოვან უწყებასა და ამ აქციის მონაწილეებს შორის. პოლარიზება რატომ მოხდა, იცით? იცით რატომ? განთავისუფლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადგება და აღიარებს, რომ იმ ბიჭისთვის სახეში სილა არ უნდა გაეწნა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც იმ ადამიანს არ აქვს პრინციპული პოზიცია, რომ მისთვის სილის გაწვნის გამო დედამისის ხელა ქალი უნდა იჯდეს ციხეში. იმიტომ რომ სხვათა შორის, ეხლა ეს პიროვნება გებუაძეზე არის საუბარი. ახლა ჩემი არც მეგობარი არ არის, არც ახლობელი და არც შინაური და არც ვიცნობ წესიერად, მაგრამ რამდენ საქმეზეც მყოლია ეს ადამიანი სხვათა შორის მაღალი ზნეობრივი ღირსებით გამოირჩევა და დაკავებულების მიმართ. კარგით, მადლობა. ახლა ვერ ვიტყვი ამ ადამიანზე ცუდს, იმიტომ რომ შორის კარგი მაგალითი გვაქვს. ეს ძალიან ცუდია და ერთს დავამატებ უბრალოდ რა, რამ გამოიწვია პოლარიზება. პოლარიზება გამოიწვია და ზუსტად ეს დამოკიდებულება ძალოვან უწყებასა და მომიტინგებს შორის რა. ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციის თანამშრომელს, 5 ადამიანი კინაღამ დაწვა. იმ 5 ადამიანს რამდენი შვილი შეიძლება ყავდეს, მეუღლეები ყავდეთ, ოჯახის ერთ-ერთი მარჩენალები იყოთ, ბანკებიდან კრედიტებით თავიანთი ხელფასებიდან იხდიდნენ და რამდენი ოჯახს აუბედურებდა ის მოლოტოვის კოქტეილი, რომ გამსკდარიყო და ეს ადამიანები დაეწვა იქ. გამოვიდნენ, იმას კი არ იძახიან, რომ აი პატარა ბიჭია, ახალგაზრდა არის, არ უნდა მოქცეულიყო ასე, ვაპატიოთ რაღაცა, საპროცესო გაუფორმოთ, პირობით იმს ჯავრი მივცეთ ციხეში, გმირად რომ შერაცხეს, პოლიცია ზუსტად მან წავიდა, რომ თუ ის ადამიანი არის გმირი, ვინც მე მოლოტოვის კოქტეილს მესვრის, მაშინ მე მოდი ჩემთავს მეტის უფლებას მივცენ. ზუსტად ამიტომ აქვე რომ დავასრულოთ ეს საკითხი, არსებობს ძალიან კარგი მაგალითი, აი იმავე თემაზე ვამბობ, აი ნამოხვალხესის აქციები გახსოვთ ყველას. და ზუსტად მაშინ 2 ადამიანი დააკავეს იგივე ბრალდებით და იგივე მუხლით, ხალხო ამაღლობელია დღეს ბრალდებული და ძალიან კარგი პრეცედენტი იყო სხვათა შორის, რომ მაშინ მოხერხდა არასაპატიმრო ჯავრის გამოყენება თავად სასამართლოს მიერ და დასრულდა საპროცესო შეთანხმებით და სწორედ ამობს ახლა და საზოგადოების შეთანხმება უნდა მოხდეს იმაზე, რომ არც პოლიციელისთვის დაარტყმა არ არის კარგი საქციელი
და არც ის რომ ასე ვთქვათ ჩერჩერეთი მართლმსაჯულება. აქ ბატონ გოჩასთან გადავალ იგივე თემით, აქ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი და აქციები რამ გამოიწვია და შემდეგ იქვე რომ გავაგრძელოთ შემდეგი კითხვა, რომ სოციალური უთანასწორობა დღეს ქვეყანაში პარლამენტარების 11,600 ლარი ხელფასი და 350 ლარიანი პენსიები, 65 ლარიანი სოციალური დახმარება და თუ არ ვცდები 55 ლარიანი დახმარებები კიდევ უმწეოთათვის არა უმწეოთათვის არა მე მგონი რომ დავაზუსტოთ სოციალურად დაუცველი დევნილთა დახმარება 55 ლარი სოციალური უთანასწორობის თემა და აქციების თემა. პირველ რიგში სამართლიანობა მოითხოვს, რომ მე ვთქვა, რომ 2008 წლის ომის დროს 99.9% აზერბაიჯანის და არა მარტო აზერბაიჯანის საზღვარს იყო მოსახლეობა მიმდგარი და არ შემიძლია რომ ამაზე პასუხი არ გავცე, იმიტომ რომ ეს ვიცით დეტალებში. და თუ ვინმე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი მაშინდელი იყო მიმდგარი, სიები შეიძლება გამოქვეყნდეს და ქვეყანა გაიგებს ამას და გამოქვეყნონ რეპლიკის სახით რა. მეორე ჩვენ ქვეყანას მიმდგარზე ვერ გავიგებთ გადასული და ვიწრო ისტორიული მეხსიერება რა და რას გულისხმობ ამით. აი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის დამანგრეველი არის, ფათაშორის ჯერ კიდევ არ ვიცით ამას რა შედეგები მოყვება, მაგრამ არ ვსაუბრობთ გეოპოლიტიკური აზროვნების პრინციპებზე, რაც აუცილებელია და რატომ. გეოპოლიტიკა ეს არის ურთულესი მეცნიერება, რომელიც მოკლედ სახელმწიფო მარტო ტერიტორია არ არის, რომელ ტერიტორიაზეც რუკაზე არის მონიშნული ჩვენი ქვეყანა. სახელმწიფო არის მისი მართვის უამრავი ინსტიტუტებით და საბოლოო შედეგით, მართვის საბოლოო შედეგით მისი მართვა. გეოპოლიტიკა რო შეისწავლო, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ეწეოდეთ დაკვირვების მეთოდს. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იყოს სპეციალური ჯგუფი არქივებში და ისტორიულ საბუთებში და აკვირდებოდეს იმ პერიოდის, არა მარტო ისტორიული საისტორიო წიგნებით, არამედ არქივებში სულ ყველაზე პატარა ნიუანსითაც კი იმ პერიოდში მეზობელ ქვეყნებთან გეოპოლიტიკურად რა მდგომარეობაში იყო ის ქვეყანა, რომლის ინტერესიც ეს შედის, რომ შეისწავლოს, მე ამ შემთხვევაში საქართველოს გულისხმობ და კიდე არის მოდელირების მეთოდი, სცენარების მოწყობის მეთოდი, ეს უკვე შედეგი მეთოდებია და აქედან გამომდინარე აღებული დასკვნით ხდება სახელმწიფოს მართვა და გეოპოლიტიკური აზროვნება სახელმწიფოს მიერ. ამავე დროს, ეს მარტო არ არის, ამავე დროს არის საფრთხე შენ დამირტრულად განწყობილი ქვეყნის ქცევისა. ანუ შენი გეოპოლიტიკური არჩევანის გამო შენ და მტრულად განწყობილმა ქვეყანამ შენივე ქვეყანაში შეიძლება ისეთი დესტაბილიზაცია შეგიქმნას, რომლის საწყისებს ხედავთ ახლა ჯერ ეს არაფერი არ არის ღმერთმა დაგვიფაროს თუ ეს ასე გაგრძელდება. და აქედან საერთოდ ეს არის კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობა. კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი არის ორი, ერთი არის ისტორიული, მეორე არის იდეოლოგიური. დღეს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს მთელი ძალით იდეოლოგიურ საფუძველზე შიდა კონფლიქტის წარმოშობისკენ მიმდინარეობს. ჩვენ არავინ არ გვეუბნება ერთ საკითხს, რომ ის სიტუაცია, რომელიც დაძაბული არის ახლა დასავლურ სამყაროსთან, დიდი მოლოდინები იყო ტრამპის არჩევნებთან და თავისთავად ესეც მიუთითებს, რამხელა გავლენა აქვს დასავლურ სამყაროს ნებისმიერ ქვეყანას თან დაკავშირებით და მათ შორის საქართველოზე მით უმეტეს, რატომ ხდება ნელ-ნელა დაშორების პროცესი, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ და რამაც გამოიწვია ქუჩაში მიმდინარე აქციები. რა არის იცით? ჩვენ ზუსტად ეს პერიოდი გავიარეთ 1990-იან წლებში, რამაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიყვანა. ეს პერიოდი გავიარეთ, თუნდაც ის მიტინგები, რომ ახსენეთ თქვენ, რაც არავისთვის სასიამოვნო არ იყო ის სიმკაცრე და ის დარბევა, რაც თქვენ გამოიარეთ. მაგრამ იმისათვის, რომ უფრო დიდ სპირალში არ შევიდეთ, საჭიროა დიალოგი და ერთმანეთთან საუბარი ამ გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება პატიმრებს,
რა თქმა უნდა, მე ყოფილი პოლიციელი ვარ, სულ 21 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა და ჩემთვის მართლა გულსატკენია პოლიციაზე შეხება და მისი შეურაცხყოფის მიყენება. მაგრამ არის მეორე მხარე, როდესაც სამართალი გაძლევს უამრავ გზას, რომ შენი ქვეყანა რომ უფრო მეტად არ დაზიანდეს, უფრო მეტ დაპირისპირებაში არ შეხვიდე, თუნდაც დღეს არსებულ ცივილურ სამყაროსთან, რომელიც ყოველდღიურად ახალ რეზოლუციას იღებს, რომელიც ყოველდღიურად ახალ კანონს იღებს, რომელიც ყოველდღიურად ახალ განცხადებას აკეთებს თუ პრესით, თუ საკანონმდებლო დონეზე უკვე ხაღალზე დაფიქსირებული, შეიძლება რაღაც კომპრომისების გამონახვა და ეს კომპრომისი რა თქმა უნდა განუხტავს სიტუაციას და ჩვენი ქვეყნისათვის იქნება სასარგებლო. ანუ ბატონო გოჩა, რომ შევეხოთ კომპრომისის თემას, აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალ არჩევნებს და ყველას ვეკითხები ამას. თვლით თუ არა რომ გაყალბდა არჩევნები და უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში ახალი არჩევნები? მე ყველანაირი აი აბსოლუტურად მიკერძოების გარეშე ვერც ვიქნები მიკერძოებული არც ერთ ძალას არ წარმოვადგენ. მე ვთვლი რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია იქნებოდა დალაგებული, რომ არ ყოფილიყო განცხადება დასავლეთთან კარგავთ კონტაქტებს 2008 წლამდე. მე ასე ვთვლი. მე შეიძლება ამის გამო ვიღაცამ დამარქვას ან იმ ძალის წარმომადგენელი, ან ამ ძალის წარმომადგენელი, აბსოლუტური სიწყნარე იქნებოდა ქუჩებში. აი ეს არის სწორედ რომ არ განაცხადებინა ბატონი ირაკლი კობახიძეს, რომ ვაჩერებ პარტნიორს. თქვენ როგორ ფიქრობთ? იქნებოდა რომ არ გაეკეთებინა, არ იდგა ამ განცხადების აუცილებლობა. მე ვფიქრობ, რომ არ იდგა, სწორედ ამან დაძაბა და ამან გამოიყვანა ხალხი. ჩემი ვარაუდი ეს არის. აგერ თავისუფლება სიმართლეშია წერია, მეც ჩემ მიაბით შეიძლება და ამ განცხადების ცოტა გვიან გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმის თოლფასი იყო და აქედან გამომდინარე სწორედ საჭირო არის კომპრომისების გაკეთება. მას შეუძლია კომპრომისებზე წასვლა. ირაკლი არ არის უგონო პოლიტიკოსი, ძალიან კარგი პოლიტიკოსია. სხვათა შორის საქართველოს სტავს ეს კომპრომისი. თუ არა პირველ რიგში საუბარი ოპოზიციასთან და პარტნიორების განთავისუფლებაზე რეალური საუბარი. ეს ძალიან დაბლა დაწევს დუღილის ტემპერატურას და ფაქტიურად საქართველოს გადაიყვანს უკვე უფრო მეტ მშვიდობიან რელსებზე ვიდრე არის დღეს. და სოციალურ უთანასწორობასაც რომ შევეხოთ, პარლამენტარების 17%. რა არის იცით გულწრფელად გეტყვით. სახელმწიფოს ინსტიტუტი იმდენად რთული და იმდენად საინტერესო არის და ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დგას, რომ მე მაგალითად პარლამენტის ხელფასს კიდევ უფრო მეტად გავზრდიდი, პარლამენტარის ხელფასს და რა თქმა უნდა პროპორციულად გავზრდიდი სხვადასხვა უწყებებისა და სოციალურად დაუცველების ფინანსურ უზრუნველყოფას, იმიტომ რომ ნებისმიერ სულ რო არ იყოს პოლიტიკური კრიზისი, აი სულ რო არ იყოს პოზიცია ოპოზიცია და გეოპოლიტიკაში დამშვიდებულები ვართ და კარგად ვართ. ნებისმიერი სახელმწიფოს არევა შეუძლია სოციალურ უთანასწორობას. თუნდაც გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის სოციალისტური პარლამენტარის ხელფასს ამ ხელაზე გაზრდიან, კიდევ უფრო გაზრდიან. თქვენ რო ამბობთ, როგორი უნდა იყოს პენსია, როგორი უნდა იყოს სხვა დახმარებები და ხელფასის. რომ ამ ხელფასის საფუძველზე, იმ უზრუნველყოფის საფუძველზე, რომელიც დღეს პარლამენტარებს გააჩნიათ, პარლამენტარები მიიღებენ ისეთ კანონებს და შემდგომ აღმასრულებელი ხელისუფლება განახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომ თავისთავად ბიუჯეტი იმ დონეზეა, რომ სოციალური თანასწორობა ბევრად უფრო დაცული იქნება. სხვანაირად მე გამართლებას ვერ ვხედავ. ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენთან იგივე კითხვით გადმოვიდე სოციალურ თანასწორობას რომ შევეხოთ, პარლამენტარების მაღალ ხელფასებს, დაბალ სახელფასო ბაზას და საპენსიო ბაზას, დაუცველი პენსიონერები, ფაქტიურად დაუცველი, სოციალურად დაუცველი პიროვნებები და ასე შემდეგ. და არჩევნების თემასაც რომ შევეხოთ, თვლით თუ არა რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და რა კომპრომისი შეიძლება იყოს სხვა თუ არა ოპოზიცია ითხოვს არჩევნებს და იგივე კითხვით ბატონ დავითთან შემდეგ. დავიწყოთ. ხო, აი მე საერთოდ გონია რომ ჩვენი დღის წესრიგით არ ვცხოვრობთ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. ანუ რა გულისხმობ ამაში? ამაში გულისხმობ იმას, რომ ყველაზე მეტად რა საკითხებიც უნდა გვაწუხებდეს და რეალურად გვაწუხებს, ამაზე ვსაუბრობთ ყველაზე ნაკლებს.
და თემები, რომელიც ნამდვილად არ არის ხა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აქტუალური, ასეთ თემებზე ვსაუბრობთ ძალიან ბევრს. და ხანდახან რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ ეს არ არის ეს დღის წესრიგი, რაც ჩვენს ინტერესებში შედის და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გვახვევდეს კიდევაც ვინმე ყველაფერს დემაგოგიას, რომელიც და შეიძლება სოციალურ თანასწორობას, სოციალურ თანასწორობა თუ ევროპა გინდა ერთ-ერთი პირველია ევროპაში. მე მაგალითად მინდა ევროპა. ძალიან მინდა და გეტყვით რატომ მინდა. მინდა იმიტომ რომ კონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მინდა იმიტომ რომ ხელისუფლება იყოს დანაწილებული და არ მოხერხდეს არც მისი უზურპირება და არც ძალმომრეობა და ასე შემდეგ და არ იყოს ესე ვთქვათ ყველაფერი ერთ ხელში მოქცეული, იმიტომ რომ ძალაუფლება ყლის და აბსოლუტური ძალაუფლება ყლის აბსოლუტურად. მინდა რომ კონდეს დამოუკიდებელი და მეუკერძოებული მართლმსაჯულება, მინდა რომ იყოს საბაზრო ეკონომიკა და კონკურენცია და მინდა რომ იყოს სოციალური თანასწორობა. და პლუს აქტუალია ევროპა ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს. ხო და ეხლა თქვენი კითხვა ეხება სოციალურ თანასწორობას, ხო? მე არ ვიცი. არა, მაგის შეგრძნება ნამდვილად. არასოდეს არც ერთ ადამიანს შემოსავალი არ დამეთვლია, გამეხარდება ყველას, რაც უფრო მეტი ექნება, ესე ვთქვათ, ხელფასი თუ სხვა სახით შემოსავალი, ოღონდ ეს უნდა იყოს პროპორციული. აი მაგალითად სამართლიანი სისტემა იქნებოდა და არის ეს რომელიმე ქვეყანაში მუშაობს, როდესაც ვთქვათ პარლამენტარს აქვს პენსიონერზე 10-ჯერ მეტი, მაგრამ არა 100-ჯერ მეტი ან 1000-ჯერ მეტი. როდესაც საუბრობთ, ხო, სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთ, ანუ მე მინდა ეს სწორად იყოს ახლა გაგებული, თქვა და რას ამბობს ევროპული სისტემა. არადარად არ ამბობს იმას, რომ მე თქვენ და ყველას უნდა გქონდეს რაღაცა კონკრეტული ფიქსირებული ხელფასი, ხო? არა. სოციალურ თანასწორობა მოიცავს შემდეგს, რომ რაღაცა მინიმალური ბაზა ადამიანებს უნდა გქონდეთ, რომ თავი იგრძნონ დაცულად, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს, ესე ვთქვათ, შიმშილისგან და ელემენტარული სამედიცინო სერვისის მიღებულობის გამო. ეს არის სოციალური თანასწორობა. და მე მგონია, რომ რა ვიცი, ხა ეს არის ესეთი საკითხები, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს რეალურად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ამაზე ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ხა რა ვიცი, უბრალოდ ოჯახია, რომ ზამთარია. კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის და ასე შემდეგ. ხა ჩვენთვის როგორც იურისტებისთვის კიდე მე ვიტყოდი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც მე ყოველდღურად ვაწყდები, ხო? ეს არის საბანკო სექტორი, რომელიც ჩემი შეფასებით ძალიან შორსაა რეალური საბანკო სექტორისგან, რაღაც 500%-იანი მოგებებით ამთავრებენ ყოველ წელს, რაღაც ასტრონომიული ციფრებია საბოლოო ჯამში. და მიგრაცია, სადაც ანუ ფაქტობრივად ქვეყანაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ხო? ყოველ დღე ვხედავთ იმას, რომ ჩვენთვის ახლობელი ნაცნობი ადამიანები ტოვებენ ამ ქვეყანას და იძულებულნი არიან, რომ წავიდნენ ემიგრაციაში და თუ ადამიანები არ დარჩნენ ქვეყანაში, დოვლად საიდან შეიქმნება, ან ეკონომიკის განვითარებაზე როგორ უნდა ვიფიქროთ, ან ასე შემდეგ. ხა ეს არ არის ესეთი თემები, რომელიც თქვათ მე კომპეტენტური ვარ ამაში, როგორც მე იურისტი ვარ და ამაზე ჩემი მოსაზრება შემიძლია მქონდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრება საკმაოდ ლოგიკურია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით იკითხეთ, აი რაღაცა აქაც კალონის უზენაესობამდე მივდივართ რა. უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, ეს მოგწონს თუ არ მოგწონს. აი რატო არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სასამართლო? თუ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და შენ მიიტან კონკრეტულ ფაქტებს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, სასამართლო უბრალოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და ასეთ არჩევნებს არ ცნობს. მაგრამ ეხლა არის მეორე მხარეც. ამდენი 1000 დამოუკიდებელი ცოტა რთული თემა დავასრულებ ამას, რომ საერთოდ აზრი არ გაწყდეს. მეორე ამბავია ეხლა აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა. ჯამში ოპოზიციური პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ალბათ რამოდენიმე 1000 ადამიანი აკვირდებოდა ხო ლეგიტიმურად ამ არჩევნებს. და მაშინ ეხლა უნდა არსებობდეს ბევრი კონკრეტული მტკიცებულება იმისი, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. თუ ეს მტკიცებულებები არ არსებობს, რომ მე მინდა რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ესე ამ ლოგიკით და ამ მდგომით არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს ქვეყანაში.
რომ მაშინ დავკარგავთ თავს, რაზეც საერთოდ სახელმწიფო დგას, ეს არის კანონიერება და მაშინ რაღაც ჯგუფის ინტერესებზე მოგვიწევს მუდმივად ზიარული. მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს დობა და ამისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ლეგიტიმური ორგანოები, რომელსაც ენდობა საზოგადოება, ენდობა მოქალაქეები და ეს ორგანოები იტყვიან ზუსტად გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თავარი აქ არის სასამართლო, რომელსაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. კი ბატონო დავით. სოციალური თანასწორობა, არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა და უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები და რა შეიძლება იყოს კომპრომისი. ცალსახად არ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და აქ ჩვენი მეგობრის თემას გავაგრძელებ, რომ განცხადებამო პრემიერ-მინისტრის განცხადებამ გარკვეულწილად გამოიწვიეს ნებათაღელვა. მე მინდა თქვენ გაგახსენოთ ყველას. საუბარი იყო უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღებაზე, მაშინ როდესაც კანონის პროექტი იქნა მომზადებული და როდესაც უკვე იწყებოდა მისი მოსმენისთვის და განხილვისთვის მომზადება, თქვენ ნახეთ რამხელა ნებათაღელვა მოყვა ამ ყველაფერს. მოდით შევეგუოთ ყველანი, რომ ჩვენ ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდნენ და მზად არიან ნებისმიერი პროვოკაცია საკუთარ თავზე აიღონ. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი არის მზად იმისთვის, რომ აი ესეთი პროვოკაციების გულისთვის ფეიერვერკი თხელში, მოლოტოვის კოქტეილი თხელში, ქვით თხელში, ფილაქნით თხელში, ნებისმიერ რომ მიუშვა იარაღით თხელშიც წამსვლელია ყველაფერზე და რატო? კაცო, ძალიან აქტიური გქონდა რა პოლემიკა ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოური გავლენების შესახებ კანონზე და ვეუბნებოდი რომ მოდი ახლა მითხარი რომელ მუხლს თან საჯაროდ მიმდინარეობდა არ დაგავიწყდეთ და ვეუბნები საკმაოდ მოწინავე ხალხს ამ პროტესტში რომელი მუხლი არ მოგწონთ, რომელი თავი არ მოგწონთ, რომელი ჩანაწერი არ მოგწონთ დაახლოებით 1-10 ჯერ საკმაოდ ესე ვთქვათ წონად ფიგურებს აი ეს კითხვა რომ დაუსვი კონკრეტული ვერც მუხლი მიმითითეს, ვერც ჩანაწერი, ვერც თავი. ანუ წაკითხული არ ქონდათ და იმას აპროტესტებდნენ. მაშინ მეუბნები, მოდი დავჯდეთ პირდაპირ ეთერში, ერთად წავიკითხოთ. ხო, აი, მაგალითად, აი მე და ბატონი არჩილი რო დავჯდეთ, მეც იურისტი ვარ, ბატონი არჩილიც იურისტი. წავიკითხოთ და ერთად გავიაროთ, შევაფასოთ, იქნება არც მე არ მომწონს და არც შენ არ მომწონს. იქნება ეთანხმები. მსჯელობაში არ შემომყვნენ. არა თუ მსჯელობაში არ შემომყვნენ, ძალიან ბევრს წაკითხული არ ჰქონდათ, რას აპროტესტებდნენ. ამ მოსახლეობას კიდე ვინც იდგა იქ და ამათ გუნდრუგს უკმევდათ. პროტესტია შინაარსის გარეშე. ახლა საქმე რაში არის? პროტესტია შინაარსის გარეშე, მაგრამ მოსახლეობას იმდენად სენსიტიურად მიაწოდეს ეს, ხალხი ქუჩაში გაიყვანეს. რამ მოახდინა ხალხის ქუჩაში გაყვანა? ტელევიზიებმა, ტელევიზიების მიერ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ვინ შეიძლება აი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ტელევიზიით საჯაროდ, ვინ უნდა აგოს პასუხი? ახლა მარტო დაიწყო ხელისუფლებამ იმაზე ფიქრი, რომ აი ამის გულისთვის შეიძლება რომელიმე ვთქვათ სამაუწყებლო რაღაც ან გადაცემები, ტელევიზიები, ჟურნალისტები გარკვეულ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროთ. მე ადვოკატი გახლავართ და მე მაქვს ჩემი პროფესიული ეთიკა. მე თუ ჩემ პროფესიულ ეთიკას დავარღვევ, ჩემს ასოციაციას უფლება აქვს, რომ ჩემი მართ ზომები გაატაროს. ამათი ეთიკის კომისიას საერთოდ არავითარი ღონისძიებები არ გაუტარებია არავის მიმართ. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი სახში გივარდება, მაშინ, როდესაც ჟურნალისტი გიღებს ისეთ მდგომარეობაში, როცა არ უნდა გადაგიღოს. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ფარულად გიწევს. მაინც როგორ მიგაჩნია? და ამ დროს შენი პირადი ცხოვრება საჯაროდება. გაყალბდა თუ არა არჩევნები? კი. გაყალბდა. იცით რატო გაყალბდა? ის 16% რო აიღო ოპოზიცია, მაისიც არ უნდა აიღოთ. აი მანდ გაყალბდა არჩევნები. აიღო გირჩმა თუნდაც ის რაც აიღო. ხო, გირჩმა როგორ აიღო, ისიც მიკვირს. აი ხა გეტყვით რატო გაყალბდა? ამ ადამიანებს თუ ვინმე მხარს უჭერს 16 და 30% ეს ნამდვილად არ არის. და თუ გაყალბდა, ამაც სასიკეთოდ არის გაყალბებული, მაშინ საუარესოთ არა. და მე თქვენ გეტყვით, კი, რა თქმა უნდა. აბა ეხლა მე თქვენ გეტყვით რატო? ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, რა შედეგი დადგებოდა? ახლა რომ ჩატარდეს არჩევნები, იგივე შედეგი კი არა. შეიძლება თუ არ დაალაგდა იმაზე, რომ ესენი შემოეყარონ რაღაცა დონით პარლამენტში, უნდა იყონ სილამაზისთვის მაინც. აი ამ დონეზე თუ არ დაალაგდა, თუ არ დაალაგდა, შეიძლება ის 3%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ ამათმა. აი ამაშია ზუსტად საქმე. აქციებზე თუ ადევნებ თვალს, ვიღაცას პირდაპირ ეტყვენ, აი ნაციონალების გვერდით რატო გახართ აქციაზე და მე ნაციონალი არა ვარ. მე ხაზარაძეს მხარს არ უჭერ. თან იმიჯნებიან ამ ხალხს. თან ესენი ყავთ მესაჭეებად. ახლა გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ერთი რამ. გამოსავალი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და საბოლოოდ უნდა განთავისუფლდეს უცხო ქვეყნების მიერ არსებული გავლენებისგან.
ათობით, ასობით, ათასობით აი εν რაოდენობით მილიონობით ლარი იყრება არასამთავრობო სექტორში. ამას მივადგებით მე უცებთ აი სოციალური ორი ხო და ზუსტად აი ამ ნაწილში განვიხილავ ახლა. ნახეთ საქმე რაში არის. თუ გინდათ რომ სოციალური უთანასწორობის ნაწილში განვიხილოთ კი ბატონო. ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციებში მილიონობით ლარი იყრება. ეს ხალხი მე სთხოვენ თავიანთ დასაქმებულებს, რომლებსაც ხელფასი დოლარში აქვს 2000, 3000, 6000 დოლარი, რომ ამდენი წელი გაჭამე გასვი, მოკიდე ხახ ხელი შენ ცოლს, შვილს, დას, ძმას, მეგობარს და კეთილი ინებე და გამოდი გარეთ. ესენიც გამოდიან, იმიტომ რომ კარგ ცხოვრებას არიან შეჩვეულები. რატო არ უნდა თუ ცხოვრი გავლენების შესახებ კანონის მიღება? რამოს უკრძალავდათ მაგათ ეს კანონი? ერთადერთი რომ დეკლარირება მოეხდინათ რა თანხებს იღებდნენ. მან ხო საჯაროდ დავინახავთ რომ ვიღაცეები აი ოჯახში ძალადობებიო და ესეთი ამბები რომ ჯიბეში ჩაიდეს და ამითი ხალხს რო ციხე-ციხე მიერეკებიან ოჯახებს რო ანგრევენ, ათასუბედურებას რო აკეთებენ, თანამსასამართლო სისტემას თავს ლაფს ასხავენ. გინდა თუ არა ისე მოიქეცი როგორც ჩვენ გვინდაო და აი ეს რო ამოწყვიტეს ფაქტიურად ქართული ოჯახები და უბედურება დაატრიალეს და გლდანის ციხე გადაავსეს. ამაში რა თანხებს ღებულობენ ჩვენ მაგას დავინახავდით. ამიტომ ახლა უთანასწორობაზეო, მაშინ როდესაც გარკვეული გრანტები კეთდება იმისთვის, რომ მაგალითად სოფლის მეურნეობის პროგრამა რაღაც გავატაროთ რაღაც ამ პროგრამის ფარგლებში პირობითად სადღაც აი ქვიტირში პირობითად გავაკეთოთ ეს. გამოიყო 10 მილიონი. ამ 10 მილიონი და 8 მილიონი დაიხარჯება ტრენინგებში. ამ ტრენინგებს ჩაატარებენ ისევ იმ დასავლური ორგანიზაციიდან წამოსული ადამიანები დაერიცხებათ ხელფასები. ეს ხელფასები კიდევ დაერიცხება აქ მყოფ თავიანთ ხალხს, არამიზნობრივად გაქრება ეს ფული და სადღაც დარჩება 2 მილიონი, რომელსაც ნაწილს სახელმწიფო მოტეხავს, ნაწილს ის და საბოლოო ჯამში ქვიტირში გააკეთებენ 3 კვადრატზე რაღაცა ობიექტს, გახსნიან ლენტით, იმის დაპიარებაში ჩაყრიან ფულს, საქმე არ გაკეთდება. ტელევიზიაში გავა სიუჟეტი. ასე მოვდივართ 30 წელია. 30000 NGO სექტორი. ქაბატონიცისინო არ დაუშევ სამოსამართლოს. ნუ იმედი მაქვს. 30000 NGO სექტორი, მასზე გამოყოფილი მილიარდობით თანხები ალბათ, თუ მილიონობით მაინც და რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე აისახა იმ კუთხით, რომ ვინც იმ NGO სექტორში იყო დასაქმებული, იმათმა ისარგებლეს. მაგრამ სხვა დანარჩენი ხალხმა რა ისარგებლა, ხალხის კეთილდღეობაზე აისახა. ეს არის ზუსტად სოციალური უთანასწორობა, ხალბატონო, რომ ზუსტად თუნდაც აი ეს რომ სოციალური თანასწორობისთვის თურმე გენდერული თანასწორობისთვის სხვადასხვა სოციალური პრობლემებისთვის თითქოს ეს თანხები იხარჯება და აქ კი არ იხარჯება ამ დროს მარტივად გეტყვით რომ გამოგვიყოფენ 10 ლარს მოგცემენ 3 ლარს უკან უნდა დაუბრუნოთ 15 ლარი დანარჩენს წაიღებენ ისე უკან ანუ აი ყველაზე საინტერესო რა არის მაშინ როდესაც პანგურით გაყარეს ამერიკელები ავღანეთიდან მათივე დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს 2 მილიარდ 500 მილიონი დაიხარჯა მარტო ავღანეთში არ დაგავიწყდეთ გენდერული ბალანსის და გენდერული თანასწორობის აღდგენისთვის მიმართული იმების, რა ქვია და ტრენინგების ჩატარებისთვის. ტრენინგებისთვის. მაშინ, როდესაც ქვეყანას წყალი არ აქვს და შეძლოთ 3 დიდი რეგიონი მოემართოს. ადამიანები ხომ იღებდნენ ხელფასს. ეგ NGO-ში დასაქმებული ხალხი იყო ზუსტად მე ვერტფრენის ბორბალს რო ეკიდებოდა და ცვიოდნენ ზემოდან. საგულისხმო იცით რა არის რომ ამხელა თანხა რო დაიხარჯა სისულელეში, მაგ თანხა საკმარისი იყო ნახევარი თუ არა 2-3 დიდი პროვინცია მინიმუმ წყლით უზრუნველეყოთ და სკოლები აეშენებინათ. კეთილდღეობას, ხალხის კეთილდღეობას რომ იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. საგულისხმო რა არის, იცით აი მე ცოტა სხვა კუთხით შეგახედებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც იმ წარე რეალობას რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. იმდენად გადგმული არიან ეს ხალხი, ეს გარკვეული სპეცსამსახურები უცხოური იქნება, დასავლური, ჩრდილოური, სამხრეთ აღმოსავლური, თუ როგორიც არ უნდა იყოს, იმდენად ფეხგადგმული არიან ჩვენ ქვეყანაში, აქ ჩვენ აღარაფერს აღარ გვეკითხებიან უკვე. აქ ბევრი რაღაცა უკვე წყდება საქართველოში, ჩვენ გარეშე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. და დავინახეთ რომ უკრაინაში უკრაინის ბედი გადაწყვიტა ყველა უკრაინელების გარდა, უკრაინის გარდა. ასე ჩვენ თუ გავაგრძელით თუ ასე გამოვყევით 30-35 წელი არის უკვე ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი რო არსებობდა მაშინაც კი ჩვენი ბედი წყდებოდა ჩვენს გარეშე თუ ჩვენ ხელში არ ავიღებთ ჩვენ ბედს ამ პროცესს ვინც წინ აღუდგება უნდა ქუჩაში იყოს უნდა საერთოდ სახლში ნუშევა უნდა გაიყინოს რაც უნდა ისქნას ამა ეს ადამიანის თავის ბედს უნდა შეეგუოს სანამ ჩვენ ამ ჩვენი ბედის
ჩვენ ხელში ჩვენ თუ მსხვერპლი იქნება ამის რაღაც საჭირო რომ გავიღოთ ეს მსხვერპლი უნდა იყოს როგორი არ უნდა გვინდოდეს არავის დაფინანსება გაიღე მსხვერპლი დაიკავე თოხი ხელში პირობითად და მოიყვანე მოსავალი მიხედე შენს გასაკეთებელ საქმეს მაგრამ საბოლოო ჯამში სანამ ჩვენ ხელს არ ავიღეთ ჩვენ ხელში არ დავიჭერთ ჩვენ ბედს უბრალოდ საინტერესო მოსაუბრე ხართ ცალკე უფრო ჯობდა ალბათ თქვენი მოწვევა რომ ბატონ გოჩასთან მინდა გადავიდე ბატონო გოჩა, ხედავთ პოზიცია ოპოზიციის სრულ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი, რაც იწვევს ქვეყანაში ქაოსს და შეიქმნა კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულობები, თქვენ ნდობას უცხადებთ თუ არა ამ კომისიას გჯერათ თუ არა ამ კომისიის და როგორია ხალხის დამოკიდებულება ამ კუთხით და შემდეგი რომ ორივე ერთმანეთს ეძახის მტერს, მოღალატეს და ზოგადად ვერ გაგვირკვევია ვინ არის მტერი, ვინ არის მოღალატე და არსებობდეს თუ არა უნდა მუხლი, ყველას ვეკითხები შემდეგ ამას იურისტები ხართ და კონსტიტუციაში უნდა აისახოს თუ არა მუხლი სახელმწიფოს ღალატის შესახებ და რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ღალატად და ვინ შეიძლება იყოს მოღალატე. ხომ არ შეიძლება მუდმივად უძახოთ ერთმანეთს მოღალატე და ვერ გავერკვეთ ვინ არის ნამდვილად მოღალატე. სანამ ჩვენ ეროვნული იდეა არ ექნება, რომელი იდეაც გააერთიანებს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, გლეხსაც და ბანკირსაც, პარლამენტის წევრსაც და მენავესაც, მეთევზეს, მონადირეს მანამდე ჩვენ ვიქნებით ყოველდღე ამ დღეში, ყოველ ახალი არჩევნების მერე ამ დღეში, ყოველი ტრამპის გადარჩევის ან ტრამპისნაირი ადამიანის არჩევის მერე ამ დღეში და რუსეთის სიძლიერისა თუ სისუსტის მიხედვით, რა თქმა უნდა, იმას განსაკუთრებული გავლენა ჩვენზე და დღეს მდივარ მომენტებს. ჩვენ თუ ეროვნული იდეის შექმნაზე არ დავიწყებთ ფიქრი, აი მაგალითისათვის გეტყვით, რა შეიძლება ყოფილიყო ეროვნული იდეა. ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების შემდგომ ეროვნული იდეა თვალებდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომლის გარეშეც ფაქტიურად ერთიანდებოდა ერი და ბერი. არავინ არ რაც არ უნდა პროტესტი ქონოდა პარლამენტში თუ საჭირო იყო რაღაც კანონზე ან რეზოლუციაზე ხმის მიცემა, ყველა შიგნით შედიოდა და ესე იგი ერი და ბერი ერთიანდებოდა. შემდგომ გავიდა ცოტა ხანი და დღეს რომ გამოკითხვა ჩაატარო სოციოლოგიური საქართველოში პრობლემებთან დაკავშირებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა არის უკანასკნელ ხარისხში. აყვანილი შეიძლება შუაში ან ბოლოს შუისით. ფაქტიურად დღეს ვართ იდეის გარეშე. არ ვიცით რას ვემსახურებით, როდა გაჩნდება ჩვენი შვილი რო შეგვეძინება, არ ვიცით ამ მოქალაქე ის პატარა ბავშვი რომელიც უნდა გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს, ჩვენასაკამდე მოვიდეს, რაისთვის იზრდება როგორც ეროვნული ერისათვის რა სარგებლის მოტანა შეუძლია, გამიგეთ? თუ ჩვენ ეროვნულ იდეაზე სასწრაფოდ არ დავიწყეთ მუშაობა და არ შევქმნით თამაში დედა ეკლესიამ განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ახალგაზრდობამ, თქვენდაირმა ჟურნალისტებმა, ჩვენს რაც შეგვეძლება გვერდში დავდგებით და მოსახლეობამ რომ ჩამოვყალიბდეთ რა არის ერთი გზა, იდეა, რის გამოც ყველა გავერთიანდებით და მერე მორჩება ქუჩაც, მერე მორჩება ცემატყეპაც, მერე მორჩება და ის რაც დღეს ძალიან გვაწუხებს, როგორც ხელისუფლებას აწუხებს, იქაც ქართველები არიან, ადამიანები არიან, იმათ ვინმეზე ნაკლებად კი არ უყვართ თავიანთ სამშობლო, მაგრამ საერთოდ რა არის, იცით? საქართველოს ისტორია მარტო იავარდით მოფენილი ცხოვრებით არ ყოფილა რა. იყო უამრავი არეულობა, ძმათა შორის შუღლი, მტრობა, ყველაფერი და ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანაც ანალოგიურ სპირალშია რა, რომელიც არ არის სახარბიელო და ამისთან გამოსვლის ერთადერთი მექანიზმი ეროვნული იდეა და ერთი აზრის საერთო აზრის გარშემო გაერთიანება. რაც შეეხება მოღალატეს. აი სწორედ ამიტომ რომ არა გვაქვს ეროვნული იდეა, რომ არ ვიცით რისთვის ვიბრძოლოთ და რაზე წავიდეთ, რისთვის წავიდეთ ბოლომდე, კიდე საუბრად, ვისთანაც გინდა დიპლომატიური გზით, გინდა მოფერებით, კიდე სტუმარ-მასწინძლობით. იმიტომ არ ყველა ერთმანეთს ეძახის მოღალატეს. სიტყვა მოღალატის დევალვაცია მოხდა ისეთი, რომ მოღალატე შეიძლება უკვე ის გახდეს, რა ქვია, ერთი პერიოდი გინება იყო მოდაში, თუ გახსოვთ, რამოდენიმე წლის წინ. გინება იყო მოდაში, ერთმანეთს აგინებდა პოზიცია, ოპოზიცია უშვერი სიტყვები, ხო? და ახლა მოღალატე. მე მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მშვენივრად არის მუხლები სახელმწიფოების წინაშე ჩადენი დანაშაულების მიმართ და არ მიმაჩნია ახლა სწორად, შესაძლებელია, მაგრამ
მოღალატე ძალიან ცუდი სიტყვა მithumetes ქართველისთვის რა და ეს არ ვიცი რა. და უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციაში მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ, რომ ასე მარტივად არ დაუზახონ ერთმანეთს მოღალატე. როგორ არის იცით? სამწუხაროდ დღეს როდესაც შენ აზრს იტყვი აი შეიძლება შენი ოჯახის წევრისთვისაც კი მიუღებელ აზრს იტყვით შენ აზრს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოღალატეს ამ ეტაპზე შეიძლება არ დაგიძახონ მაგრამ ან ნაციონალისტის მონაწილეებენ ან ოცნების იარლიქს და აი უკვე მეორე ეტაპი არის უკვე სიტყვა მოღალატე რა ამის შემდეგ უკვე სიტყვა მოღალატე გამოდის რა და ამიტომ მაინც ვფიქრობ რომ ცოტა ფრთხილად უნდა მოვიკიდოთ ამ საკითხს იმიტომ რომ ქართველისთვის ეს ცოტა ან კარგი, რამდენადაც დრო ცოტა გრჩება, მინდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას, გუშინდელი ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია სანქციების შესახებ და დასანქცირებული ეროვნული ბანკის მმართველი ნათია თურნავა და რა ეს საფინანსო ზეწოლა რა გავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაზე და ზოგადად თქვენ როგორ ვთვლით იურისტები გავიდა თუ არა ხელისუფლება კონსტიტუციური ფარგლებს გარეთ, რამდენადაც 78 მუხლში ჩაწერილი ევროატლანტიკური კურსი, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია ამერიკასთან და ევროპასთან და გონია თუ არა რომ 2030 წელს ჩვენ შევალთ ევროპაში. რთული კითხვებია და რამოდენიმე. ხო, მინდა მოვასწრო ერთად. კი ბატონო. სანამ ამას გებას ვხევთ, როდესაც მანამ თქვენ იკითხეთ კომისიასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა შეისწავლოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, იმიტომ რომ მე თვითონ ეხა დღესაც მუშაობ ამ საკითხებზე, მაქვს რამოდენიმე საქმე, სადაც ნამდვილად დაბეჯითებით ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ იკვეთება კონკრეტული სისტემური დანაშაულები, ცალკეული პიროვნებების მიმართ, ოჯახების მიმართაც მათ შორის, როდესაც სახელმწიფო ინტერესის გამო და უბრალოდ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის გამო მოხდა ადამიანთა დაზარალება, ზოგ შემთხვევაში პატიმრობა, ზოგ შემთხვევაში კერძოსაკუთრების ჩამორთმევა, ბიზნესის წარქმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო დანაპირები რომ 2012 წლიდან საკმაოდ აქტიური ნაბიჯები უნდა გადაედგა ახალ ხელისუფლებას ამ მიმართულებით. ცალკეულ შემთხვევებში თითქოს რიგი საქმეების გამოძიებულია, მაგრამ ეს არ გახლავთ 5%-იც კი მოლოდინის, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ და ნამდვილად მივესალმები ამ კომისიის არსებობას. ოღონდ იმ პირობით, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება რაღაც ესე ვთქვათ მორიგი ფორმალური აქტი და დიდი იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგებს დაადებს ეს კომისია და მე პირადად წარმოვიდგენდი ესეთ რამეს და ალბათ იქნებოდა გაცილებით უფრო გამართლებული და უპრიანი, თუ კონკრეტული საქმეების, კონკრეტული დაზარალებული ადამიანებისა და ოჯახების საქმეების შესწავლით დაიწყებდნენ და ეს ადამიანები მრავალი წლის შემდეგ მაინც სამართალს იპოვიდნენ და გარკვეულ შედეგებს მიიღებენ. ეს იქნება ქონების უკან დაბრუნება თუ ასე შემდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც კონკრეტული ხელშესახების შედეგი ექნება ამ კომისიას. ეხლა რაც შეეხება ღალატს, გვაქვს ჩვენს სამართლის კოდექსში, სახელმწიფო წინააღმდეგობრივი დანაშაულებები არის გაწერილი. კანონი ამის განსაზღვრას ძალიან კარგად აკეთებს. თუ ვინმე ვერ იგებს ესე ვთქვათ კოდექსიდან წაკითხულს არსებობს არაერთი განმარტება რომელთაც ჩვენც იურისტებიც ხშირად ხელმძღვანელობთ ეს არის იურიდიული კვალიფიკაცია ამ ამბის მაგრამ არსებობს კიდე მორალური კვალიფიკაციაც ეხა ადამიანს ეს გაცილებით უფრო ფუნდამენტური საკითხია ოჯახში ასწავლიან რომ არ შეიძლება რაღაც დაუძახო აკადრო ადამიანს თუ მას არ იმსახურებს და ასე შემდეგ მაგრამ ძალიან გაგვიოლდა ჩვენ სამწუხაროდ ძალიან გაგვიუფასურდა ბევრი რამ და მათ შორის ისიც რომ გაცილებით იოლად ვაკადრებთ ერთმანეთს რაღაცებს გარდა კლიშეების მიწებების არ არის ეს ნამდვილად მოსაწონი, როდესაც პოლიტიკური კლასი ადამიანები რომლებიც წესთ მილიონების ბეჭდს უნდა მართავდნენ ამ ლექსიკით ესაუბრებიან ერთმანეთს ორივე მხარეს და ზოგადად პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება ესეა ცნობილი და აქ არ არის ახლა ადგილი რაღაცა ზედმეტი ესე ვეთყოდი ტრაბახის.
თუ იცი სადაც ხარ და გინდა რომ იყო პოლიტიკაში, მაშინ უნდა იცოდე რომ კომპრომისიც მოგიწევს, გონიერებაც საჭიროა, თმენის ვალდებულებაც გაქვს და უზრდელობა ზოგადად არც ერთ პროფესიაში არ არის მოსაწონი და კარგი და მით უმეტეს პოლიტიკაში. ძალიან არ მომწონს, ძალიან მაღიზიანებს, არ მხოლოდ პოლიტიკოსების საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს რო ეძახიან ახლა, როდესაც სოციალური ქსელით და პირდაპირ ეთერით მიდის უზრდელობის ტირაჟირება და რა ვიცი, ესეთი სიტყვებით ამყოფენ ერთმანეთს, რომ მინიმუმ რა ვიცი, Travel Plus უნდა ეწეროს ალბათ ზოგადად საინფორმაციო გადაცემას, რომ ბავშვები მაინც მოვარიდონ ეკრანს. ეს არ არის სერიოზული, რა თქმა უნდა, და ეს არ არის ის გზა, რომელიც რაღაც წარმატებამდე მიგვიყვანს. ასე ადვილად არ უნდა ვეძახოდეთ ერთმანეთს. ხო, არ უნდა ვეძახოდეთ და ამ ყველაფრის ტირაჟირება არ უნდა ხდებოდეს, რაც თავარია და ამ ხრივაც ალბათ აქვს თავისი როლი ტელევიზიას, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხარ თავარ საკითხად სხვა რა მიმაჩნია და გეტყვით ამასაც. როდესაც ვიძახით, რომ რაღაც გვინდა და ვიღაცას არ მოწონს, თქვათ, ერთი კონკრეტული პარტიის 50%, ვიღაცას არ მოწონს 16%, ასე შემდეგ. დემოკრატიაც ეგ არის. ანუ ყველაფერი ვერ იქნება ისე, როგორც ჩვენ მოგწონს. არსებობს ობიექტური გარემოებები, მოცემულობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და ვაღიაროთ. ანუ პატივი ვცეთ ერთმანეთის სურვილებს, ოღონდ იმ დოზით და იმ პროპორციით, როგორც არის წარმოდგენილი საზოგადოებაში. იდეაში ამისთვის უნდა ტარდებოდეს არჩევნები. და თუკი მუდმივად ვივლით ერთ წრეზე, თუკი მუდმივად იქნება არაპროფესიონალიზმი, თუკი მუდმივად იქნება პოპულარული მიმართულება, რა იცი, ვინც უფრო კარგად შეიგინება, ის არის მართალი, ან ესე ვთქვათ, საზოგადოების რაღაც დიდი ნაწილი მას დაუკრავს სტაჟს, ან მიაღწევს წარმატებას ამით რაიმე კონკრეტულ პროფესიაში. მანამდე სამწუხაროდ ძალიან დაგვაგვიანდება მთავარი შედეგის მიღწევა. და ეს მთავარი შედეგი გახლავთ ის, რომ ჩვენგან, როგორც ქვეყნისგან, ოდესმე სახელმწიფო უნდა შედგეს და სახელმწიფო კანონის უზენაესობის გარეშე, რეალური ინსტიტუტების გარეშე არ იქმნება და არსად არ შექმნება. კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასული ჩვენი ხელისუფლება და 78 მე არ მომწონს. მე მესმის ზოგადი კონტექსტი, მესმის გარე ფაქტორებიც 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და რა ვიცი ხა ინტერნეტის ეპოქაა და შეგვიძლია ბევრი ინფორმაცია მივიღოთ. ისიც კარგად ვიცით, რომ ესე ვთქვათ არ არის მხოლოდ ერთი პოზიცია, იგივე ევროპულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. არსებული მოსაზრებები საკმაოდ მაღალ დონეზეც ფიქსირდება, განსხვავებულ მოსაზრებებზე მაქვს საუბარი, მათ შორის ევროპარლამენტის ტრიბუნაზე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტის ტრიბუნებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეხლა მე რომ გითხრათ, რომ მახარებს ეს პროცესი, რაც დღეს ხდება და ის რომ თქვათ ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირები არიან სანქცირებული და ასე შემდეგ, ნამდვილად არ მახარებს, არ მგონია რომ ეს კარგი იყოს. განსაკუთრებით ამ მიმართულებით მაფიქრებს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ვერ იქნება ბუნებრივია ჩაკეტილი და ცალკე აღებული, ეხლა ჩვენ ვართ საერთო-ცივილიზაციის ნაწილი და მათ შორის საბაჟრო ურთიერთობებში და ეკონომიკურ ურთიერთობებში ვყოფებით ბევრ ქვეყანასთან. ეს ყველაფერი დათვლადია, რა თქმა უნდა და გამოსავალი ალბათ გარკვეული მხრივ მოიძებნება, მაგრამ არსებობს მთავარი საკითხიც, რაზეც აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, ანუ ჩვენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომელიც დაფიქსირდა არაერთხელ მათ შორის რეფერენდუმის გზითაც, გახლავთ ის, რომ ამ ქვეყანას სურს იყოს ევროპის ნაწილი. ეს ევროპის ნაწილი გახლავთ არა რაღაც ესე ვთქვათ კონტინენტის სიყვარული ან ცალკეული ქვეყნის ან იქაური გასტრონომიის, შოპინგის და ასე შემდეგ, არამედ კონკრეტული ღირებულებების. რომელ ღირებულებებზეც მე ამ გადაცემის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მე რატომ მომწონს მაგალითად ევროპა, ხო? მომწონს იმიტომ, რომ არის დაცული კერძო საკუთრება, დაცული ადამიანის უფლებები, უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, საბაზრო ეკონომიკა, კონკურენცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანულ ღირებულებებს. და შესაბამისად, ამ ადამიანების, ამ საზოგადოების არჩევანიც არის სწორედ ეს. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად არის საქმე. თუკი ხელისუფლებაც ამბობს, რომ დიახ, მეც ამას ვირჩევ და დღემდე ესე არის ნამდვილად დეკლარირებული, რომ ჩვენც ევროპაში მივდივართ, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რის გამოც უფრო სწრაფად ვერ მივიწევთ წინ და
კი ბატონო, იქეთ მხარეზეც არის რაღაც ლოგიკა და კონკრეტული არგუმენტები. აი ამ ხალხს, ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს დავასრულებ ბოდიშკეტის ვერცენადებით, რომლებიც დღეს დგანან მოედანზე და რა ვიცი ხანწვი იმაში, მე პოლიტიკოსებზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეხლა რაღაც არ მინდა ეს ხობის ვეტერანებით გამოგვევიდეს, მაგრამ მართლა კარგად ვიცნობ ამ ხალხს და მართლა საკუთარ ყავზე ვიწვდი ეს 7 ნოემბერი და აი ამაც სიმართლეც ამჯერა, სიმართლე გითხრათ და ზოგადად მგონია რომ ნამუსი რო ქონდეთ, საერთოდ არ უნდა იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეხლა მათზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, ახალგაზრდებზე განსაკუთრებით, რომლებიც აი გულწრფელად არიან ამ პროტესტის მონაწილეები. ამ ადამიანებთან დალაპარაკება უკეთესი კომუნიკაციის გზების მოძებნა ნამდვილად შეიძლება და ნამდვილად შეიძლება რაღაცების უკეთ ახსნა, იმიტომ რომ ხალხო ეხლა რა რეალობას შევხედეთ. გადაუხვიეთ არა ევროატლანტიკურ კურსს ამას გეკითხებით და 78 მუხლი კონსტიტუციის არის თუ არა დარღვევა. კი, რაიმე არჩევანი შევიცვალეთ ჩვენ გადავუკვირდებათ. მაშინ რა თქმა უნდა გადაუხვიეთ, მაგრამ თუ ვიძახით რომ შეფერხება გვაქვს ესე ვთქვათ, მაგრამ კურსი არ შეგვიცვლია და მაინც იქ მივდივართ, მაშინ მომზადეთ და დავალაპარაკოთ, დაუხსნათ ამ ხალხს, რომ არ გადაგუხვევია. ჯერათ თუ არა რომ 2030-ში შევალთ ევროპაში. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით 2030 წლამდე იმასაც ვერ მოგახსენებთ თვითონ ევროკავშირი რა კონდიციაში იქნება და რა სრულებები განხორციელდება და როგორ შეიძლება პოლიტიკურ ძალთა განლაგება, მაგრამ ერთ რამეს მოგახსენებთ დაბეჯითებით, რომ ის გზა რაც ეხა ჩვენ აგვაქვს არჩეული პირველ რიგში ერთმანეთთან სასაუბროთ და საკომუნიკაციოთ არის ზედმეტ პათეტიზმის გარეშე ვიტყვი, მაგრამ რეალურად გეტყვით რომ ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ერთმანეთთან საპოვნი გზები უნდა ვიპოვოთ, ერთმანეთთან მისასვლელი გზები. და ამის შემდეგ უნდა წავიდეთ ევროკავშირში ან სხვა ნებისმიერ კავშირში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ ხალხო და ისეთი პოლარიზებაა დღეს საზოგადოებაში 3 მილიონი ადამიანი ვართ დარჩენილი და აქედანაც რა ვიცი ყოველდღე ასეულობით ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას, რომ არაფერი ამ ქვეყნისგან სამწუხაროდ ხელში აღარ შეგვჭება თუ ეს გაგრძელდა და ამაში ვერც პოზიცია მოიგებს, ვერც ოპოზიცია მოიგებს და ვერავინ აქედან მოგებული ვერ იქნება, როგორი მყარი არგუმენტებიც არ უნდა იყოს ან ერთ ან მეორე მხარეზე და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე ამ შემთხვევაში კონკრეტულ პოლიტიკოსებს არ გულისხმობ. გულისხმობ საზოგადოებას, ხალხს, რომელიც ბევრი რამე მეც არ მომწონდეს და არ ვიზიარებ და შეიძლება არ ნამდვილად ასეა, მაგრამ არსებობს ვალდებულება იმისა, რომ ვისაუბროთ და ვალდებულება იმისა, რომ ძირითად მნიშვნელოვან საკითხებზე ჩამოვყალიბდეთ, შევთანხმდეთ და მე ეს შეთანხმება არ დავარღვევთ. აქეთ ამდენადაც დრო ძალიან ცოტა გვაქვს ბატონო დავით, მოკლედ აი ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სანქციები და ეროვნული ბანკის მმართველის რომანი დასანქცირებულია, ეს რა გავლენას იქონიებს და შეჩერებულია თუ არა ევროატლანტიკური კურსი და 2030-ში შევალ თუ არა ნამდვილად ევროპაში. მოკლედ ძალიან ამ ყველაფერს აქვს ახლა ესეთი ახსნა. რა თქმა უნდა ეს გავლენას იქონიებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ გერმანიამ ორჯერ ვერ დაამტკიცა საკუთარი ბიუჯეტი. საფრანგეთმა 3-ჯერ. გერმანიაში მაგალითად 2 ლიბერალური და კონსერვატული ძალები ერთმანეთს უპირისპირდებიან უკვე არჩევნებში. თუ მოხდა ისე, რომ გერმანიაში გაიმარჯვეს კონსერვატორულმა ძალებმა, კონსერვატორები თავიდანვე აანონსებდნენ, რომ ჩვენ გავდივართ ევროპული კავშირიდან. ეს არ არის ახალი რაღაც სლოგანი, მე ხო არ მომიგონია თვითონ იძახიან. ინგლისი გავიდა უკვე кайხანია ევროპული კავშირიდან, რადგან თავად განაცხადეს თემთა და ლორდთა პალატა შეთანხმდა იმაზე, რომ ევროპული კავშირი მათთვის უფრო მეტად იყო ვალდებულება ვიდრე სარგებელი. და როგორღაც გააგრძელეს ევროპული კავშირის გარეშე არსებობა. სხვათაშორის არ წერათ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ ევროკავშირში უნდა ვიყოთ და ნატოში. ეხლა მე რა მაინტერესებს, იცით, აი კითხვა დაისვა აქ და გადაუხვიეთ თუ არა კურსო. კაცო, ევროპული კავშირიც რო დაიშალოს ეხლა ხვალე და ნატოც. და ჩვენ გვიწერია ეს კონსტიტუციაში, რომ მივისწრაფეთ იმისკენ. ანუ რა გავაკეთეთ ეხლა ჩვენ გადაუხვიეთ თუ არ გადაუხვიეთ. ფაქტი არის ეხლა რომ გერმანია თუ გავაა გერმანია წამყვანი ქვეყანა, რომელზეც მთელი ევროპის ფაქტიურად ეს ეკონომიკა დგას. საფრანგეთში, გერმანიაში ეს საკითხები უკვე წავე და იტალიაშიც მიდის უკვე ამაზე საუბარი, როგორც რამოდენიმე პოლიტიკური ჯგუფის სლოგანებს და მოუკარი, მესეჯ ბოქსებს მოუკარი თვალი, ეს უკვე საკმაოდ აქტიურად მიდის და ინგლისის გასვლა ამ ყველაფრიდან, დიდი ამფიბიის გასვლა უკვე ძალიან დაძაბა ეს პროცესები, ასე რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩემი აზრით, ანუ ლიბერალური ძალები ამერიკიდანაც მაქსიმალურად გვაჯანჯღარებდნენ, სანამ ინაუგურაცია არ მოხდა. დაახლოებით იგივე წამები აქვთ დათვლილი ევროპაში და მე იმავე ფსკერს დაიკავებენ, რა ფსკერზეც არის მათი ადგილი.
ჩვენ ნახეთ რომ ამერიკაში გარკვეული LGBT და QR თუ რაღაცნაირი ჯგუფების წარმომადგენლები რომელთა სქესიც კი გაურკვეველი იყო თავით LGBT დროშებს საკლასო ოთახებიდან ხსნიდნენ მასწავლებლებზე არის საუბარი და ტოვებდნენ უკვე სამსახურებს ეს ხო არის პოზიტიური ცვლილება იმიტომ ეს ხო მოქმედებს მომავალი თაობის შეგნებაზე ამიტომ ნუ იმედს ვიტოვებ რომ ამ ყველაფერს ჩვენ გავუძლებთ რაც შეეხება გეოპოლიტიკას როდესაც ჩვენ გეოპოლიტიკაზე საუბრობთ ხა მე იურისტი ვარ და დიდად მე ამ საკითხებში ალბათ კომპეტენტური ვერ ვიქნები მაგრამ ნუ მიყვარს რა სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობა ამ საკითხზე ჩემთვის როგორ აღიქმება რა არის გეოპოლიტიკა შეიძლება სწორ დეფინიციას ვერ ვაკეთებ მაგრამ მე როგორ აღვიქვავ გეოპოლიტიკა ჩემი გადმოსახედიდან არის ქვეყნის მდებარეობის სიტუაციური მდებარეობიდან გამომდინარე ის კურსი, რასაც ზუსტად მისი განლაგება კონკრეტულ ტერიტორიაზე მას აიძულებს. ეს იქნება რელიგიური, სავაჭრო, თქვათ, რაღაცა სხვადასხვა ფაქტორები. და ამის შემდგომ სწორად იმ მიმართულებით მივდივართ, შენს მეზობელ ქვეყანას რატო შეიძლება კონდეს შენი შემივათ ან შუღლის ან მეგობრობის სურვილი. ეხლა ხედავთ რომ ერთი მხრივ არის შვეიცარია, რომელსაც კაციშვილი არ ედავება არაფერს, ჯარიც კი აყავს და არის თავისთვის წყნარად, მეორე მხრივ არის საქართველო, რომელსაც ყველა არის ჩაბღაუჭებული და გვებრძვიან. რატომ? რამ გვაიძულა ჩვენ ყოფილიყავით ამ სიტუაციაში? ზოგადად მატერიკზე ანუ დედამიწაზე ჩვენ ისეთ ადგილას ვართ მოქცეული, რომ ვართ დამაკავშირებელი როგორც ევროპის, ისევე აზიისთვის. საინტერესო და მნიშვნელოვანი ვართ როგორც საზღვაო იმპერიებისთვის, ასევე სახმელეთო იმპერიებისთვის. ახლა თუ შევხედავთ, რუსეთი კომბინირებული იმპერია არის, სახმელეთო იმპერიაც არის და საზღვაოც. ამერიკის ინტერესი ჩვენ მიმართ სუფთა საზღვაო იმპერიის ნაწილში გამოიხატება, იმიტომ რომ ჩვენის ტერიტორიულად ასე თუ ისე არ გვესაზღვრება, შეიძლება გვესაზღვრებოდეს თქვათ, ან ჩვენთან ახლოს იყოს ის ქვეყნები, რომლებთანაც ის ალიანსში არის, რომლებთანაც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს ალიანსში ყოფნა. ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და დღეს რატო დგას ყველაზე მწარედ და მტკივნეულად ეს თემა. იმიტომ რომ დღეს ზუსტად იგივე გეოპოლიტიკა განაპირობებს იმას, რომ ახალი აბრეშუმის გზა ერთი სარტყელი ერთი გზა, რომელიც გადის საქართველოზე, რომელიც აზიას და ევროპას ყველაზე უფრო მოკლე საგზაო კვანძით დააკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც დაუკარგავს ბევრ ევროპულ პორტს. თავის საპორტო დანიშნულებას, იმიტომ რომ ტვირთბრუნვას შეუმცირებს მინიმუმ 70%-ით, ამ პორტების გავლით, მაგალითად აზიური ტვირთი ევროპაში ჩადიოდა 47 დღეში. ჩვენი გავლით ჩავა 19-დან 21 დღეში. ანუ იმ პორტებში ის გემები და ის კონტეინერები აღარ შევლენ. შესაბამისად, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თუ ეს სარტყელი ჩვენზე გაივლის, კი დაგვასანქცირებენ, რა თქმა უნდა, სიხარულით, იმიტომ რომ თვითონ დაკარგავენ ძალიან დიდ შემოსავალს. მაგრამ აქ თუ ისეთ პოლიტიკურ სიტუაციას დაალაგებენ, რომ ერთი სარტყელი, ერთი გზა გაჩერდება, ისინი ისევ საჭირო გახდებიან, ისევ მათთან შემოვა ეს გადასახადი, რომელიც უნდა გადაიხადოს ყველა ტრანსპორტმა და ტვირთმა, რომელიც მათ პორტში გაივლის. ეს მილიარდებზე არის საუბარი, უდიდეს დანაკარგებზე არის საუბარი, ხო? 21 საუკუნეში ჩვენ რომ რაღაც მე-11 საუკუნეში ვიყოთ, შეიძლება სანქციების მაგილად მტერი შემოგვსეოდა. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი უფრო ხდება პოლიტიკით, დიპლომატიით, მსჯელობით, საუბრით. აქ ჩვენ ქართველები ვჭამთ ერთმანეთს და ვებრძვით. უშუალოდ ლანძღავთ, ვაგინებთ, თათხავთ, ვაფურთხებთ, თორე ჩვენი მტერი ჩვენ თან თავზე ხელს გვისვავს. და თან გვისპობს ყველანაირ შესაძლებლობას ვიყოთ დამოუკიდებლები. ამიტომ კიდე ერთხელ ვიძახი რა, ყველა აფათურებს ჩვენ საქმეში ხელს, ყველა წყვიტავს ჩვენ ბედს, ჩვენ გარდა. ერთადერთი საშველი ჩვენი არის, მაშინ მოგვარდება სამართლებრივი საკითხებიც, დამოუკიდებელი სასამართლოც და ბევრი ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაწუხებს სოციალურ თანასწორობას, როცა სხვა კი არ გადაწყვეტს ჩვენ რა გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ. არამედ როცა ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ჩვენ თვითონ ავიღოთ ხელში ჩვენი ქვეყნის სადავეები და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი. ხა ევროპისთვის კუდის კიცილი თუ პენსიონერს წამლის ფული არ აქვს ის. მოკლედ რო ვთქვათ, ვიმყოფებით თუ არა კონსტიტუციურ პოლიტიკურ კრიზისში. მე პირადად მიმაჩნია, რომ კონსტიტუციურ კრიზისში ვიმყოფებოდით მაშინ და შევედით მაშინ, როდესაც ჩვენ დავწერეთ კონკრეტული გაერთიანებებისკენ სწრაფვა კონსტიტუციის არ უნდა ერთა ლიგა მაგალითად, კარგად მოგეხსენებათ, ბევრად უფრო მძლავრი ორგანიზაცია იყო ვიდრე ნატო. როგორი სისწრაფით დაიშალა ჩვენ ვიცით.
ანუ დღეს ვიმყოფებით კონსტიტუციურ თუ არა? აი, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპა იმიტომ გვინდაო. ანუ ეს არ უნდა ჩაგვეწერა, მაგას ვამბობ ზუსტად, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა იმიტომ გვინდაო, რომ კარგი ჯანდაცვა, კარგი მედიცინა, ადამიანის უფლებები. კაცო, ავსტრალია საერთოდ არ არის ევროპული სამყაროს ნაწილი. არც ახალი ზელანდია, გამოსავალი რაშია და აი ხა ზუსტად მაგას გეუბნებით, რომ ავსტრალია ხო არ არის, ახალი ზელანდია ხო არ არის, ევროპაზე უკეთესი მუშუპოცა აქვს. ევროპის ბევრ ქვეყანაზე, კი არა, თითქმის ყველაზე უკეთესი მუშუპო აქვს, უკეთესი ჯანდაცვა აქვს, უკეთესი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვს და უფრო ბევრად აქვს დალაგებული უსაფრთხოებაც, არავის და კონფლიქტში არ არის და არის მშვენივრად. ანუ ეს ქვეყნები საერთოდ არ არიან ევროპული კავშირის წევრები. და საერთოდ არ არიან ახლა განხილული როგორც ევროპა, მაგრამ აქვთ, ანუ აპრიორად ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ის, რომ მაინც და მაინც ევროპა უნდა იყოს, რომ მოწესრიგებული ჯანდაცვა გქონდეს. მაინც და მაინც ევროპა უნდა იყოს, რომ მოწესრიგებული რაღაცა სოციალური პროექტები გქონდეს. შენ თვითონ უნდა იყო ამისკენ მოწოდებული. და რაც შეეხება ახლა დანარჩენს, როდესაც საუბრობ ჩვენ პარლამენტარების შემოსავლებზე და რაღაცა გაუზარდოთ თუ არა ხელფასეო, არ ვიცი, მინდება რომ სახში პლედი სახლიდან წამოიღო და მივაფარო, რომ არ შეცივდეთ მაინც. როგორმე იმყოფინონ, რა ხელფასიც აქვთ მათ, რა ბიზნესებიც აქვთ, ისიც იმყოფინონ და უფრო იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ პენსიონერს როგორ მოემატოს ხელფასი. როგორ მოხდეს ის საკითხი, როგორ უნდა დალაგდეს, რომ ჩვენში და პოლიტიკაზე ვიფიქროთ, ჩვენი ჯანდაცვა როგორ უნდა იქნეს მობილიზებული. რატო იცით? ჯანდაცვა არის შავი ხვრელი, რაში ჩვენ ფულს ვყრით, ვასხამთ და ისევ არის პრობლემა რაც აქვს, გაუნათლებლობა, უგულობა, მიდიხარ პოლიკლინიკაში თუ საავადმყოფოში, ნებისმიერი ვართ ნამყოფი და არავინ არა ვართ ამ მოვლენით კმაყოფილი. მიდიხარ კერძო კლინიკაში, იხდი ფულს, ბევრად უფრო კმაყოფილი. უკლებ მიუხედავად ჩვენში და პოლიტიკას მიუხედავად ჯობია. კარგით, ბატონო არჩი, ვიმყოფებით თუ არა კონსტიტუციური პოლიტიკური კრიზისში და გამოსავალი მოკლედ. კონსტიტუციური კრიზის თავისი დეფინიცია აქვს, იურიდიული თვალსაზრისით ამას ვერ შევაფასებ. რაც შეეხება კრიზისს, ეხლა დავითმა კარგად ესე თქვა ის ამბავი, რომ ეს არ თქვა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენი სოციალური ესე თქვა თანასწორობა აქვს, ჩვენი ეკონომიკა აქვს და ბევრი რამ რაც ესე თქვა ჩვენთვის მოსაწონია. მაგრამ ეხლა მან პატარა ამბავი აქვს, წყალებში პატარა, რომ იმათ სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობა, სხვადასხვა ისტორიული საწყისები და სხვაგვარი მოცემულობა აქვს. მაგრამ ერთ რაღაცა მინდა რომ ვთქვა რა, რომ მე მინდა ყაზახეთი არის და ორციფრიანი წინსვლა. მე მინდა ადამიანის უფლებების დაცვა, მე მინდა თავისუფალი სასამართლო, მე მინდა ძლიერი ქვეყანა, მე მინდა უსაფრთხოება. სადაც ეს არის, სადაც ეს ყველაფერი არის. მინდა იქ და თუ ამას დღეს ქვია ევროკავშირი, კი ბატონო. მაგრამ ჩვენი მიზანი ეს კი არ უნდა იყოს, რომელიმე კავშირის წევრები ვიყოთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ სადაც ეს ყველაფერი არის, ანუ ჩვენი თავისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში უზრუნველყოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით და ამ მოცემულობით, რაც გვაქვს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობამ ამ კონკრეტულ კავშირში დაინახა, ესე ვთქვათ, თავისი სურვილების რეალიზების შესაძლებლობა, რასაც პატივისცემა ბუნებრივად სჭირდება და გათვალისწინება. ბატონო გოჩა, მოკლედ რომ გითხრათ, ოჯახი და ოჯახის ინსტიტუტი და მისი როლი სახელმწიფოს მართვაშიც და ზოგადად სახელმწიფოში და არის თუ არა დასუსტებული დღეს ოჯახის როლი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ოჯახის როლი როგორც არასოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისეა დასუსტებული. არ ვიცი რაღაცა სპეციალური ძალა თითქოს ქაჩავს ოჯახის როლის დასუსტებას. შეგნებულად ხომ აქვს? ყოველ დღე ახალგაზრდობა კვდება ნარკოტიკებით. ყოველ დღე ახალგაზრდობა თუ არ გარდაიცვლება, ბევრი ნაწილი, საკმაო ნაწილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციით შეეყავთ საავადმყოფოებში. ყოველ დღე ხდება ჩხუბი, დავიდარება, თავიდანვანებოთ მიტინგებს, კვლელობები და ეს ყველაფერი არის ოჯახის ფუნქციის დაბლადაწევის ბრალი. იმიტომ რომ ოჯახში გამარტივებულია, რომელი თაობა მოვიდა, ახლა იცი ჩვენი რომელი თაობის შვილები წამოვიდა, იცით 90-იანი წლების თაობის შვილები, რომლებაც ყველაფერი ნახეს და მათთვის ძალიან მარტივი იყო მეზობლის სიკვდილი, მკვლელობაში თანამონაწილეობა, ომში მონაწილეობა, ბიძაშვილისთან და რაღაცა ძალა სჭირდება, რომ ოჯახში თვითონ უფრო მეტის ნეობრივი
საკითხი შევიდეს და ამაში დედა ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი და რა თქმა უნდა განათლების სისტემა აბსოლუტურად არის შესაძლებელი დაწყებული საბავშვო ბაღიდან საბავშვო ბაღში მარტო კუბიკებით თამაში არ გმარა და ზნეობრივი საკითხები არის შესატანი როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის კუთხით ან რომელიმე კონფესიის კუთხით სადაც მრავალკონფესიური ქვეყანა ვარ ჩვენ ამავე დროს აი იმ ზნეობის კუთხით რომ რაც ცუდია, იმას ნუ გააკეთებენ რა შვილები, რომლებიც აი რა 18-16 წლის ბავშვებზე მაქვს მე საუბარი და არა მაქვს დასულ ადამიანებზე საუბარი. დიდი მადლობა. ეხლა დასასრულისკენ მივდივარ და სამწუხაროა რომ დრო ამოიწურა იმდენად საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მე მინდა კითხოთ, მოკლედ მიპასუხოთ, უბრალოდ იცნობთ თუ არა მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს და იცნობთ თუ არა ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, რომელიც მეცნიერთა კონგრესი გვთავაზობს, რომ აი ამ ჭიდილში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ აი ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება რეფერენდუმით და მორჩება ამითი სპეკულაციები, თუ საით მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ამერიკისკენ, მივდივართ ევროკავშირისკენ თუ მივდივართ ჩინეთისკენ და თქვენ როგორ თვლით არის თუ არა აუცილებელი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება რეფერენდუმით და იცნობთ თუ არა მე თქვენ ამას გამოგცემთ კიდევ თქვენ თითო ეგზემპლიარს რომ გაეცნოთ გავცნობოდი ძალიან საინტერესო იდეები არის ძალიან საინტერესო იდეები არის შიგნით და სხვათა შორის მაგ იდეების უმრავლესობის განხორციელება დღესვე რომ დაიწყოს ძალიან საინტერესო შედეგები ექნება ხვალდაზე ჩვენ სამშობლოს ისევე როგორც ძალიან ბევრ პარტიას ძალიან ბევრ მოძრაობას საინტერესო იდეები აქვს მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება აქ არის რამოდენიმე იდეა რომელიც მარტივად შეყვანა შეიძლება ესე ვთქვათ პოლიტიკურ მიმოქცევაში რაც გაუვიაბილებს ჩვენ სამშობლოს მაგრამ აქ ყველაზე მეტად მომწონს დავით აღმაშენებელი ჩვენი დიდი მეფე რომელმაც ყველაზე კრიზისული მომენტიდან გამოიყვანა საქართველოს სწორი არჩევანით როდესაც ჯვაროსნებთან დაიწყო სამხედრო პოლიტიკური კავშირი და დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა აი ესეთი არჩევნის გაკეთება შეიძლება მეცნიერთა კონგრესის საქმიანობის შესახებ ზოგადად მსმენია დოქტრინა არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ მადლობას მოგახსენებთ ეს შემიძლია მხოლოდ მადლობა თქვენ ბატონო დიახ ნუ ჩემთვის არ იყო ეს ცნობილი გავიცნობი ნამდვილად და რა ვიცი მაქსიმალურად შემიძლია რომ აღვთქვა ჩემი გვერდზე დგომა და თანადგომა მეგობრობა ამ ძალიან საინტერესო წამოწყებას 2-20 სიტყვით ვიტყვი ასევე აი ოჯახთან დაკავშირებით რაც თქვით რომ ოჯახი ეს არის ჯერ კიდევ საწყისი ნებისმიერი განვითარებული ნორმალური სახელმწიფოსი კარლ მარქსი არის ყველაზე დეტალურად ალბათ ის აღწერდა თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ ოჯახების და ამ სოციუმის ერთობა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავაკნინებთ ოჯახის როლს საზოგადოებაში მაშინ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ რომ გქონდეს თავმოყარე თვითმყოფადი სახელმწიფო იმიტომ რომ ძლიერი პატიოსანი და ღვთისმოშიში ოჯახიდან მოდის ძლიერი თავმოყარე ღვთისმოშიში და ესე ვთქვათ თვითმყოფადი სახელმწიფო ასე რომ არც მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ წარმატებები უსურვოთ თქვენს სატელევიზიო წამოწყებას ასევე აღნიშნულ კონგრესს და არ ვიცი იმეც ვიტოვებ რომ ხვალინდელი დღე ბევრად უფრო უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი და იმეც ვიტოვებ რომ ხვალ თუ არა ზეგმაინც ჩვენი გადასაწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ბედი ქართველების უშუალოდ ნახევარწამიანი მიმართვა თუ ერთწამიანი მიმართვა თუ გსურთ მიმართვა ჩვენს ტელემაყურებელს დიდი მადლობა ქალბატონო ლუარა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის დღეს მაყურებელმა მოისმინა საკმაოდ განსხვავებული აზრები ერთმანეთისაგან. აი ზუსტად ასეთი დაჯდომა სჭირდება, დასხდომა, ასეთი საუბარი და არა ჩხუბი და კალმების რომა. მიმღებლობა უნდა იყოს განსხვავებული აზრის და საწინდარი ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდის გარანტიის. აი ეს მინდოდა მეთქვა დიდი მადლობა ქალბატონო ლუარა რომ მოგვეცით საშუალება. მადლობა თქვენ ბატონო არჩევ. ხო, სულ რამოდენიმე წამი გვაქვს როგორც ბრძანეთ და მოკლედ ვიტყვი. არაფერი, ყველაზე მეტად გვჭირდება ის რომ ძალიან ძნელია ადამიანმა დაამარცხოს საკუთარ თავში ეს დომინანტობის, რომ ყველას გონია ჩვენ რომ ყველაზე ჭკვიანები ჩვენა ვართ, ყველაზე მართალს ჩვენ საუბრობთ. მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი და ამ შემდეგ, მაგრამ
ესეთი ხისტი მიდგომა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი საქმეების გადაწყვეტისას, აი პიროვნულ ურთიერთობებშიც კი არ ვარგა. და ამიტომ უნდა ვიპოვოთ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა, უნდა ვიპოვოთ კომპრომისი და უნდა შევთანხმდეთ იმ საერთო თამაშის წესებზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და როცა შევთანხმდებით, მე აღარ უნდა დავარღვიოთ ეს შეთანხმება. ბატონ დავით, ხარ გინდათ ბოლოს მე კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის და შესაბამის კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას და ერთ მთავარს აი რაც ბატონო ჩამ განცხადა რომ აი თავარი არის რომ ვისწავლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი გქონდეს თანამოსაუბრეს თუ ის არ ცდება ეთიკის ნორმებს, შენს პირად სივრცეს, შენს რაღაცა ვთქვათ, თუნდაც ღირსებას არ გეხება, არ გაყენებ შეურაცხყოფას, ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება. როცა ვისწავლით, აი ძალიან კარგი მიგნება, როცა ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას, ერთმანეთის აზრის დაფასებას, მაშინაც კი როცა მას არ ვითანხმებით, ბევრად უფრო წინ წავალთ ჩვენ. დიდი მადლობა თვითფასოსტუმრებო, ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისათვის. მე მეამაყება რომ თქვენნაირი ქართველები არსებობენ ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, სანამ თქვენნაირი ქართველები არსებობს, იქამდე საქართველოს იძლიერებს. მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. ნახვამდის კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ.